მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტის 2 შუა მორიგი ეპიზოდი, ტრადიციულად ირაკლი წულაიასთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარია ლევან ხაბეიშვილი. მოგესალმებით. ვაი, მის კოკაკოლა. ეს კოკაკოლა რეკლამა გამოგვივა, არ უნდა ჩამეს. ბატონ თემურ ისე დაგვასპონსორეთ და აღარ გადავდგავ ხოლმე ამ კოკაკოლას. გავაგზავნეთ. ჩვენი პოდკასტი დღეს იქნება მკვეთრი, იქნება ყველა კითხვა დასმული იმის მიუხედავად, რომ ბატონი ხაბეიშვილი მსხვერპლი იყო, დღეს ის აქ არ არის მოწვეული როგორც მსხვერპლი, არამედ როგორც პოლიტიკური ლიდერი და გისმენთ მეგონი უკვე მსხვერპლი ვარ. ნახეთ ჩვენი გადაცემები რამდენიმე. კი, ჰაილაიტებს საგდებს ხოლმე და ეს. ხო, შეგაშინეთ. ხო, რა ვიცი, თან ისე დაიწყო. კარგი, მოდი პრინციპში ამ კითხვით დავიწყებ, რაც ნიკა გვარამიასთან დავიწყეთ, ალბათ თქვენს როლს სათხედავთ ამ პროცესში, იმის გათვალისწინებით, რომ ხართ რამდენიმე წლის წინ მეთქოდი, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი თქო, მაგრამ ახლა იგი აღარ ვარ. ისე იმ ადამიანებმა გადაგისწრეს, ვინც შენ გაუშვი პარტიიდან სხვათა შორის. აი, რომელი მათემატიკით? ბიზნეს მათემატიკით, ხო, შეძლო ასე თვლიდან ადამიანები. ზუსტი დათქმა შეიძლება არ იყოს, მაგრამ პროპორციები ნამდვილად ზუსტი იქნება. კი ბატონო, არ შევდივარ მაგკამათში მარტო იმის გამო, ჩემი აზრით დღევანდელ რეალობაში უბრალოდ პოლიტიკა არ არსებობს ქვეყანაში. პარტიების არსებობს მნიშვნელობა აქვს მაშინ, როცა არჩევნები ტარდება და კონკურენცია და შესაძლებელია, რომ მაშინ მონაწილეობა მიიღო, როცა პარტია პოლიტიკა მკვდარია, დემოკრატია არ არსებობს ამ ქვეყანაში, არჩევნები არ არის. ამ დროს მე მგონია, რომ ყველაზე დიდი პარტია მართლა ყოველგვარი სადღერძელოს და პათეტიკების გარეშე არის ჩვენი ქვეყანა. მაგალითად მიკვირს ხოლმე გარკვეულ ზოგადად ბანერებზე რო შეხედან და აი ჩემი ბანერი უნდა გამოჩნდეს, მე მაგალითად არანორმალურად მეჩვენება იმ პირობებში, როცა მიშას ბანერები უნდა იყოს. ვამბობთ, მეტყველებთ, ანუ რას გულისხმობ მიშას ბანერთან? რამდენიმე დღის წინ რო იყო ამბავი ხა, ხო იცით რაზეც ვამბობ. ანუ რა, რომ პოლიტპატიმრის ბანერი თუ უჭირავს ვინმეს, ამაზე უნდა ვიკამათო და ვიჩხუბოთ. არ ვიცი, მე გადავალთ პოლიტპატიმარზეც, მაგრამ ჩემი აზრი არის ასეთი, რომ დღეს ქვეყანაში არის პოლიტიკა. დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, დღეს ქვეყანაში არის არჩევნები. ასე დროს პოლიტიკური პარტიის ლიდერია ვინმე, ან ზოგადად ვინმე ლიდერია, ცოტა მე მაგალითად მეხამუშება ამ სიტყვათა წყობა და მიმაჩნია რომ მაგალითად ლიდერები არიან დღეს ის ადამიანები რომლებიც ჩვენ და სამწუხაროდ ციხეში ჩასვა რეჟიმმა მაგალითად მე ქალბატონი მზია ამაღლობელი ლიდერად მიმაჩნია იმიტომ რომ მან რაღაცა უკომპრომისობაც აჩვენა მათ შორის მას ხომ შეიძლება რაღაც გარკვეული რაღაც აღიარება გაეკეთებინა პირობითად ვამბობ და იცი რა თავისუფლად მოეპოებინა ეს არ გააკეთა ბევრმა ასევე ახალგაზრდა თუ არა ახალგაზრდა ადამიანმა რომელიც დღეს არის საპატიმროში ამიტომ მე არ მიმაჩნია რომ ვინმე უფრო ლიდერია და ვინმე უფრო ნაკლები მართლა არ ამ ბევრ კარგ ხალხზე რო გვესაუბრეთ ახლა თქვენზეც გვესაუბრეთ თქვენი როლი რა არის აი რა სამოქალაქო აქტივიზმში რა შეიძლება ვიღაცას დავჭირდე მაგალითად გომელაურის სახთან რაღაცა აქციის დროს. პირობითად გეუბნები მე როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი ჯარისკაცი მზად ვარ ვიღაცა შეიძლება თქვას რომ იცი რა მოდი წინ შენ წადი და ჩვენ უკან გამოყვებით. მე მაინტერესებს ამ ოპოზიციური კოორდინაციის ნაწილში. დღეს ისევ ხედავთ ამის შანსს ან საერთოდ უნდა გაგრძელდეს ამით მუშაობა თუ წავიდეს ყველა თავის გზაზე. აი თქვენი პოზიცია რა არის პირადი? არ არის ეს არც ინტეგრ მართლა მაინტერესებს. არა კაცო მე მესმის რაღაც ამბობ. მე მაგალითად ჩემი პირადი სუბიექტური დამოკიდებულებაა რომ ყველა ადამიანი რომელიც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენს უნდა ესმოდეს რომ პირადი ეგო ამბიცია პარტიული ინტერესი უნდა გადადოს ესე ჩემი სუბიექტური მოსაზრება და თქვენ ვერ ნახავთ ვერაფერს ისეთ სადაც შესაძლოა მე პირადად რომელიმე ერთიანობასთან დაკავშირებით ვთქვი რომ აი იმასთან არ დავждები მიუხედავად იმისა რომ მაგალითად გიორგი გახარიასთან პირობითად ვამბობ ჩემი ლეგიტიმური და სუბიექტური შეკითხვები პირო გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით და ასე რომ ბევრი მქონდა მიუხედავად ამის არჩევნების დროსაც მე მაგალითად ჩემი პარტიას ნაციონალურ მოძრაობა ვამბობ რომ აი ერთიანობა მნიშვნელოვანია ვიღაცეებისთვის უბრალოდ ეს აი ამ დრომდე გაუგებარი გახდა დღეს მიღწევადია კიდე არა გახარიასთან და ჩემი აზრს ჩემი სუბიექტურას მოგახსენებ შეუძლებელზე აღარ უნდა გავაგრძელოთ ლაპარაკი დღეს ძალიან მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს ვინ იღებს მონაწილეობას დასანქცირებული ივანიშვილი კალანდარიშვილის ეგრეთ წოდებულ თამაშ იმას არჩევნები ჩვენ არ უნდა უძის სიტყვა არჩევნები ზედმეტია როცა მას ვიძახით და ვინ ამბობს რომ ჩვენ თავისუფალი არჩევნები გვაქვს მისაღწევი. მე მგონი რომ წითელი ხაზი აქ გადის. ჩვენ ასე ვფიქრობ და უბრალოდ მისი აზრი იყოს სწორი და თქვენ დადგეთ მის მხარეს ესეც ხო შეიძლება რაღაც კუთხით. აი მაგალითად დაგარწმუნათ იმაში რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და ბრძოლა მნიშვნელოვანია. თქვა სიტყვაზე ვიძახი რა. ყველა არჩევნებში პოლიტიკურმა პარტიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს ეს ორჯერ ორია. თუმცა არჩევნები არ ტარდება, ანუ ბიძინას ხელში და დასანქცირებული კალანდარიშვილის ხელში. ეხლა ზურაბ
ერთზე დაიჭერეს, ხო? ნუ არა, იმიტომ რომ რავი, წულუკიანი არ მევასება და არ მივედის მოუ სადღაც და ატკა იმას გზაქვია დაიჭერეს და კაც ციხეში გაუშვეს, ხო? სოფლიოში მითხარით ერთი პოლიტიკური ლიდერი, ოპოზიციონერი, რომელიც დააკავეს იმის გამო რაღაც რამე კომისიაზე არ მივიდა. ადამიანი რომელიც საერთოდ არც უმუშავია 2012 წლამდე ისეთი აბსურდია რომ რა ვიცი. ბოდვა სიგიჟია, ხო, ანუ ამათ არ ჭირდებათ არანაირი მიზეზი და დაიჭრან ადამიანს. შენ ნახსენე. ამიტომ ასე დროს მე აი უცებ და დავასრულე. ეგ არის ჩემი წითელი ხაზი, სადაც უნდა გამოჩნდეს, თუ არის გახარი ოპოზიციონერი, თუ დადგება ამ ხარეს, ხო? პირობითად რავი, იძულებული გავხდები, რომ მასთან ერთად რაღაცა ბრძოლა გავაგრძელოთ. თამაშის წესები, რომ აზრი არ აქვს აქ არჩევნებს. რატო არ იბრძვით ამ თამაშის წესებისთვის და რატო არ კონკრეტული აი ამ თითეული მუხლისთვის რატო არ ვიყვირეთ და რატო გახდა ეს პრობლემული და ბოლოს რატო აღმოჩნდა ისე რომ ყველა თამაშის წესი შეცვლილი იყო და რეალურად თავის თამაშის წესებით გვეთამაშა და წაგვართვა არჩევნები. მოდი ერთ რამეზე შეტყო. ნებისმიერი თამაშის წესი რაც უნდა დაიწეროს, ყოველს არსებობს ეს იქნება ელექტრონული, ეს იქნება ქაღალდით ჩაყრა, პირობითად ვამბობ, ბიულეტენით ეგრეთ წოდებული, ხო? ნებისმიერი ფორმატის არჩევნები, როგორიც არ უნდა ჩატარდეს ნებისმიერ ქვეყანაში. ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი გარკვეული манипуляция. აქ ეს საკითხი დგას შემდეგნაირად. ხელისუფლება ან აკეთებს ამას, ან არ აკეთებს. ანუ მის კეთილდებაზე ვართ დამოკიდებულები ეგრე გამოდის. კი, ხელისუფლება ან დემოკრატია. როგორ ფიქრობ, ეხლა შენ ამდენ მილიონებს აკეთებ ყოველდღიურად, მაგათ კეთილინება არასოდეს არ ექნებათ ეგ ხელისუფლება ძალის რო განმოწ. სხვა რამის თქვა მინდა. ნახე ჩვენ სხვა პრობლემასთან ვართ და მე ბევრჯერ მინახია დისკუსია რომ იცით რა, აი ესე რო ტარდებოდა ცოტა ადრე გვეთქვა, აი ესე რო ხალხო არა აქვს მნიშვნელობა. ბიზნესში გადაწყვეტილი ქონდა, რასაც მინდა იმას დავწერ და გააკეთე. ანუ ის არ აღიარებს ხალხს და ხალხის ის არ აღიარებს დემოკრატიას. და ის იმაზე, ნახე, არის რაღაცა პატარა манипуляция, რომელიც შესაძლოა გაგიტაროს თელმა მსოფლიომ. ხა არის და ბევრ ქვეყანაში შესაძლოა ხდება გარკვეული манипуляციები, ოღონდ რაღაცა ჩარჩოვი, ვიღაცა შეიძლება 3%-ს აყალბებს და პირობითად ვამბობ. ნუ ეს კაცი ყველანაირ ზღვრებს გადავიდა, როცა არათუ ქვეყნის შიგნით არის ქვეყნის საერთაშორისო გამოხმაურება მას რაც იყო პრეცედენტო. არავინ არ აღიარებს. დღეს ორშაბათი დღე არის, დამოუკიდებლობის დღეა და მინდა მოგილოცო და ულოცავ ჩვენს ერთგულ მაყურებელს ამ მნიშვნელოვან დღეს და იმის მიუხედავად რომ ჩუმი წყნარი ოკუპაცია დღეს მომხდარი ჩვენი ქვეყნის, ჩვენ აუცილებლად გავანთავისუფლებთ ჩვენ ქვეყანას და ისევ ისეთი დამოუკიდებლები ვიქნებით, როგორიც ვიყავით 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. ეხლა მე რა მინდა გითხრა ლევან. შენმა პარტიამ ამ დღეს 26 მაისს სასტიკად ესე ვთქვათ გაუსწორდნენ ადამიანებს, დაარბიეს მიტინგი, მოკლეს ზორი ადამიანი, პოლიტიკოსები, მწერლები, ხატრები. ეხლა ეს ყველაფერი შენ როგორც ოპოზიციონერმა შენ თავზე გადაიტანე რა უკვე და შენ თავზე იგემე ეს ყველაფერი. მაგრამ მე კითხვა მაქვს ესეთი შენთან. ამ ხელისუფლებას როცა ედავების თქვენი პოლიტიკური ესე ვთქვათ ფლანგი ამ ნაწილს. ეს ხო არ არის გათეთრება ერთგვარი ივანიშვილისთვის, რომ აი თქვენ არ გაქვთ რეალურად ამის კრიტიკის უფლება, იმიტომ რომ თქვენ უარესები გაქვთ გაკეთებული. კაი, ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი რა. ჯერთი აი წინადადება და წყობა მაგალითად, რომ 20 ანუ ადამიანები მოკალით, ხო? პირობითად ვამბობ, თქვენს მხრიდან ბრალდება რა ესეთ. მოგითხარი ეგრე არ მოეწონება. მოკალით. არა, ორი ადამიანი მეტროს თავზე შემოდებული, რა, როგორ გეკადრება ეხლა. მარტივ რამეს ვკითხულობ. ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირობითად რომ მოქალაქეობრივ პოზიციას გეუბნები. ცხადია ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი და ცხადია ნებისმიერი აქციის დარბევა ძალადობრივი გზებით მიუღებელია ჩემთვის. რა მნიშვნელობა აქვს რომ ხელისუფლება გააკეთეს. თუმცა აი მაგალითად ამ შემოდებულთან პირობითად შენი პოზიცია ხო არის შემოდებული გვამები ხო? მე მაგალითად არ მომისმენია არასდროს ობიექტური გამოძიების მიერ დადებული დასკვნები, სადაც ახსნილი იქნება ეს გამოძიებული იქნებოდა და იტყოდნენ რომ ესენი არა მაგალითად ელექტროენერგია მოკლა ეს ადამიანები. აი ექსპერტიზამ დაასკვნა რომ ეს ადამიანები მანამდე ეს პარტიის პოზიცია თუ შენი პოზიცია რომ ეს ადამიანები ელექტროენერგია მოკლა. არა, ხო იყო დენის დარტყმით მოკდნენ ეს ადამიანები, ხო? აი მაშინდელი გამოძიება თქვა ეგ და მე ეთქობა ძალიან რთული საქმე იყო და 13 წელი არ ეყოთ კონცეფტს რომ თავიდან გამოიძიებო. ხალხო გავიგე, მესმის თქვენი, მე ხო მოყვები მსჯელობაში რომ ცუდი რაღაცები ნებისმიერი მთავრობა როცა გეს ცუდია, ოღონდ კითხულობ მარტივ ჭეშმარიტებას. როცა საუბრობდა წინა ხელისუფლების დროს თქვა გამოძიება რომ ეს ადამიანები დენი გარდაიცვალნენ, ხო ესე იყო, ესე თქვა, კაცო, რა ვიცი, ესე იყო. მე ვკითხულობ შემდეგს. შესაძლებელია ეს მრავალი წლის შემდეგაც გაიგო ადამიანი რით გარდაიცვალა. ესეთი დასკვნა არსებობს, თქვენ ეს ვიკითხე. თუ არსებობს, რა თქმა უნდა იყოს, რომ იცი რა, აბადა, ვინც მოკლა, ის ადამიანს პასუხისგებაში მანდეთი საკითხია მნიშვნელოვანი. ის ადამიანები ფაქტია რომ გარდაცვლილები არიან. ეხლა 13 წლის მერე, 9 წლის მერე თუნდაც როგორ გამოიკვლეოდა ეს, მაგის საკითხი
მოდი ადამიანი იყო დაშავებული, ყველას თავპირი ქონდა გაერთიანებული ადამიანებს, ის რა ქვია, ფოტოგრაფები დაპატიმრებული, სურათების გადაღებისთვის, ანუ 6 დღე მიდიოდა მიტინგი, 6 დღე და მე-6 დღეს მოხდა ეგ. ამათ 26 მაისი მოგვიწყეს, მაგრამ ამაზე ხო არ არის აქ საუბარი. აქ მე მაინტერესებს შენი როგორც ესე ვთქვათ პოლიტიკური ფიგურის შეფასება. შენ როცა ამ პედესტალიდან აკონტროლ პარტიაზე მაგ შენზე პირადად ნამდვილად არ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ საერთოდ არ იყავი მაგ პარტიაში მაგ დროს. მე მაინტერესებს შენი პარტია როცა აი ამას ეს ივანიშვილისთვის არის თუ არა გათეთრება ერთგვარად რომ აი ამათმა უარესი აკეთეს და მე ეხლა რას მედავებიან. ხო შეიძლება ამას იყოს ნახე თქვენ ამბობთ რომ ეს იყო ცუდი და მე ვფიქრობ რომ იყო ცუდი და სწორედ ამიტომ იყო 2012 წელს ხალხმა არ მისცა ხმა და გადაირჩია. კი ბატონო. მიუხედავად იმისა რომ თქვენ რომ ამბობთ და გაბრაზებული ხართ რაღაცაზე ეს არის ობიექტურად გაბრაზებული ხარ გარკვეული მიზეზები გაქვს გინახავს მოგისმენია გაგიგია შეხები ხარ რაღაცას უბრალოდ შეიძლება რაღაცა პროპაგანდა მიმუშავოს ხო ნერად იმიტომ დღეს ეხა რას როგორც მუშაობს პროპაგანდა ხო მე წარმომიდგენია რუსული სპეცსამსახურები იმ წლების განმავლობაში რას მუშაობდნენ თუმცა მარტივი ჭეშმარიტება ხომ დადგა რომ ის ხელისუფლება გადავირჩიეთ ანუ გადაირჩია ხალხმა და იმ მათაც თქვენს წავაგე ჩვენ არჩევნები ვიღაცებიც იმეშის ჩაჯდნენ არა ისდნენ 9 წელი მოიხადა და მე სულ ეს კითხვა მაგრამ ეხლა მე არც ნაცების ადვოკატად ეგ სიტყვა ხარ გაბრაზებთ არა არც ნაცების ადვოკატად გამოვდგები და არც ხაბეიშვილის მაგრამ ეს კითხვა მაქვს მე სულ რა ირაკლი რა ეს მერაბიშვილი ჩასვეს სააკაშვილი ჩასვეს უგულაბაჯი და გამორჩება ახალაია ხო 10 წელი ხო და ესე იგი და ანუ თუ გასამართლდა ხო გარკვეულწილად ვის გასამართლები იყო ვინც არ გასამართლდა ნაწილი იმიტომ არ გასამართლდა რომ შეისის ხორცეს და ერთად ფულებს აკეთებენ ვინც არ გასამართლდა მაშინ ამათთან მაქვს მე კითხვა კაცო რატო არ გაასამართლეს იმისთვის რომ მე წულუკიანმა კომისიებზე ილაპარაკოს და გამოუწვინოს მოდი ეს რაღაცას გეტყვით რა ძმებო კარგო ხალხო ხო გამოგაზრინე კაი კაცი ხარ შეგარ ხო კაი კაცი ნახე ერთ რა მართლა რაღაცა გახსოვს პოსტი იმაც მოჭრა და თქვა რომ ხაბეიშვილიო ნახეო როგორ დასცინისო დაზარალებულებსო რა რაღაცა ვიდეო იყო სადაც არა და რეალობაში კონტექსტი რა იყო იცი ხომ იყავთ წულუკიანთან ადამიანები ქალბატონმა მოყვა ესეთი რამე რომ მე-4 შვილზე ორსულად ვიყავიო და პოლიცია შემომივარდა და სასტიკად ყვება სისასტიკეს ეს ცხადია სისასტიკეა ოღონდ თუ ეს არ არის თქო შოუ ხო პოლიციელი რომელიც შემოვიდა იქ ამ ქალბატონმა ხო იცის ვინ შემოვიდა სახეზე სახელი გვარი ოქმი შეადგინა სად არის პოლიციელი ერთწუთი ბიზნესმენი იჯდა მე მომივარდა ვიღაცა წამიყვანეს ღამით სადღაც სად არის პროკურორი ერთი პროკურორი აი თუ არასდროს კითხულობ მითხარ რომ ძმაო შენ ხო არ გაგიჟდი სად არის ერთი პროკურორი რომელიც წინა ხელისუფლება ჩვენ გვაქვს რუბრიკა მაყურებელი გისმევს კითხვებს და ზუსტად ამ საკითხზეა კითხვა და ეს ბოლოში უნდა წამიკითხა მაგრამ ამ თემას შეეხება და აუცილებლად მინდა კითხო გიორგი ტერაშვილი მე მაინტერესებს რატომ არ აწარმოებს ნაციონალური მოძრაობა არავითარ კონტრპროპაგანდას იმ თემებზე რაშიც თვლიან რომ სწორი და სახელმწიფოსთვის საჭირო ნაბიჯები გადადგეს მაგალითად ხელახლად გააქტიურებულ აფრასიძეების საქმეზე და სხვა კიდევ ბევრ მომენტზე რატომ არაფრით არ ანეიტრალებენ ამ ყველაფერს ჩუმად რატომ არიან ხალხის ეშინიაც თუ ყველაფერში დამნაშავებებად თვლიან თავსო აი ჩემი აზრით მე მგონია რომ ამ კითხვებთან დაკავშირებით რიგ შემთხვევაში მართლა ბევრზე ამოწურავად არის ნასაუბარი თუმცა ადამიანის სწორია მართალია რაში იმათი პროპაგანდა იმდენად ძლიერია, რომ მაგალითად დამნაშავედ შეუძლია შემოგასახუროს ეს ხო მსხვერპლი. გვარი ახსენეს, ხო? კონკრეტული ოჯახის წევრები ყმებიან სისასტიკეებს, რომ მათ ოჯახს ამ გვარის მხრიდან, ამ კონკრეტული ადამიანის ვიზეც თქვა, პროპაგანდა მსხვერპლია. რატო ვერ ახსენეთ? არა, წაიკითხა გვარი კაცო. და ანუ ამ ადამიანებს ყავს კონკრეტული დაზარალებული ოჯახები. ბევრი ოჯახები, რომელიც ახლაც გამოვიდნენ ამ წულუკიანის კომისიიდან. მე რამდენიმე დღის წინ მოვუსმინე მაგ ოჯახებს. თქვენ თავის დროზე ან ნაციონალურმა რატო არ ალაპარაკეს, როცა პიარული პრობლემა ქონათ იმიჯური მათ ჩემს პრობლემა იყო იმაში, რომ ლიკვიდირება მოხდა ამათი და არა ის რომ დამნაშავეები არიან. მაგაზე მე მგონი დავაც არ იყო ადრე, რომ ესენი დამნაშავეები იყვნენ. უბრალოდ აქ პირდაპირ ლიკვიდირება მოხდა და ეს იყო პრობლემა, რომ ანუ განაჩენის გარეშე არ უნდა კუბდარის მოთხოვნა კიდე იმისგან განაჩენი არა კუდარი ხარ იცი რო არ იყო ფოტო რა იცი მე მართლა არ ვიცი ხო მაგრამ ნახე ეს ხო გაგიგია მის გამიგია ხო და წამოძახილებით შეიძლება რომ მე არ გონია არ დაინტერესებს ეგ მაგას ვკითხა პირველ რიგში ახლა რო შევხვდე ეს სადმე პირველ რიგში მაგას ვკითხა კითხე აუცილებლად და ჩემი აზრით გაგცემს პასუხს და ეს პასუხი გაქვს რა რო კითხე არ ვიცი მაგრამ რა ეხა ცოტა არასერიოზული რა კუბდარი მოიქო კუბდარი იყო ეს ცინიკური დამოკიდების გამოგონებაზე იყო რაღაცა პროპაგანდა მოიგონა რომ რაღაცა კუბდარი ჭამა ეხა აი რა კუბდარი და მიშას სუში კიდე რაღაცა ავი მე არ მგონია სერიოზული მართლა ოღონდ ავი ნებისმიერ რამეზე ვისაუბრებ მე მართლა დავსვამ კიდევ ერთხელ
ამ კითხვას. აი კომისიაზე გასამართლებული გავიგე. ყველა აი ვიღაცა მოყვარო მეო ციხეში სულად მექცეოდა ცხარე. სად არის გასამართლებული? კეთრი. იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევებში რაღაცები ვერ მტკისდებოდა, რაღაცები არც უნდათ რომ დამტკისდეს და უნდათ რომ გამოკიდებული იყოს, ესე მუდმივად პროპაგანდისტვის. ხო და ნახე ერთი პროკურორი არ შეიძლება რომ დასჯილი იყოს და ერთი მოსამართლე. თუ ამბობს ოცნება პირობითად და არის კამპანია, აი სასამ მიშას დროს ესე იყო, ისე იყო. აი მე ვკითხულობ ერთ რამეს, ერთი დასჯილი მოსამართლე და ერთი პროკურორი. თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ რასაც მიყვებიან, მე რო თქვა ეგ ზღაპარი, რავი, ჩემგან მეგონი ნორმალურია. მეგობრებო, თუ ამ პოდკასტში ისმის კითხვები, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლად გამოგვყევით Instagram-ზე, Facebook-ზე, აუცილებლად გამოგვიწერეთ YouTube-ზე და ერთად დავამარცხოთ სიცრუე ამ ქვეყანაში. ხო, რისი კითხვა მინდოდა? აი, ეს იმიჯური პრობლემა, რაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ იყო დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაში და იყო არაერთი პრობლემატური საქმე, ძალიან რბილად ვგეხამე. ალბათ პარტიის შიგნით გიმსჯელიათ სხვადასხვა პერიოდებში ამაზე, რომ რა ჯობია, უფრო მეტი ხო არ ვისაუბროთ ამაზე, რაღაცებზე პირდაპირ ბოდიში ხო არ მოვიხადოთ. ვერ მოხდა თვითონ ნაციონალური მოძრაობის მხრიდანაც ამაზე რა დავარქვა, გულახდილად საუბარი, საზოგადოებისთვის ახსნა, საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ აი ის რაც ცუდი იყო, რომ ნამდვილად წარსულში დავტოვეთ და აღარ მოხდება. გასაგებია, რომ პროპაგანდა ამას ეხმარება და აბუქებს. გასაგები არა, მთავარი. ხო, არა, ვიცი, სულ არის ახლა ბიზნეს პროპაგანდა, ეგ ამბები რომ სიდანულის პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, არის ბიზნეს პრობლემა, რუსული პროპაგანდა. კი, ანუ არ გჯერა მართლა მაინტერესებს, რომ რუსები საქართველოში მუშაობდნენ ყველა ეპოქაში და განსაკუთრებით არ ჯერა, რომ ის რაღაცები პროპაგანდაში რაღაცებს აბუქებდეს, მაგრამ ბოდიში რა გვარამესთან ვილაპარაკეთ, ახალია რომ ციხეში შედიოდა და პატიმრებს რომ ამცირებდა, ცოცხებს უკეთებდა თუ არა, კიდე ცალკე საკითხი არ ამცირებდა. ეხა ეს ყველა პატიმარს ვერ დაესიზმრებოდა რა. ეხა ლეო შენ რამდენი წლის ხარ მაგას? რა პატარა ვიყავი რა, სულ ეხლა ვარ 38-ის და რა ვიცი მაგის ხელისუფლებაში პატარა ვიყავი. ერთ რამეს გეტყვი რა, პატარა რა, ყოველ შემთხვევაში არც ხელისუფლების ნაწილი არ ყოფილი ვარ და არც თანამდებობა არ მქონდა და არაფერი. მარტივ რამეს ვკითხულობ რა, ესე კონკრეტული წამოძახილების მაგალითად კონკრეტულ ადამიანებზე. მე მესმის რომ შეიქმნა კონკრეტული ადამიანებისგან რაღაც ცუდი ადამიანი და ვიღაცამ თქვა რომ ეს არის ცუდი, ეს არის კარგი, ვიღაცა მე ამის რაღაცა მოიხადა, ოღონდ სამწუხარო რეალობა რა არის, იცი, რასაც პროპაგანდა აჯერებდა ადამიანებს, ვიღაცა კაციჭამია. მე ბრალი მაგ თემებზე არ წაუყენეს. აი მაგას საზოგადოებას აინტერესებს რომ თუ ეს კაციჭამია იყო, კაციჭამიობაზე წაუყენეს ბრალი? მაგრამ ერთი პრეტენზია მაქვს, შენ ის ადამიანები ვინც დაისაჯა და დანაშაუეცნო, შენ პოლიტიკური პარტია რო ხარ, ეს ტიპები უნდა გაწიო და თქვა რომ დანაშაული მაგაზე სალკე ვკითხოთ. სად არის ასეთი პოლიტიკაში? ხო, უბრალოდ მე სხვა რამეს ვიძახე, ანუ ეს ხო არ არის იმის ბრალი რომ ხანიძახით რომ იცი რა შეცდომა იყო, თან ხანიძახით რომ დანაშაული იყო, მაგრამ თან ამ ადამიანებთანაც კომუნიკაცია გაქვთ, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა და ხო არის ეს რომ საბოლოო დისტანცირება თქვენ ვერ მოახდინეთ იმ დანაშაულებთან, რომელიც იყო. გიპასუხე. მაგას ვეუბნებოდი. არც ერთი თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები, საერთოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც ერთ მათგანს არ ვიცნობდი, არა თუ კონკრეტულ გვარებს, მაგალითად მერაბიშვილს, ახალაიას, ვიღაცას კიდე არ ვიცი. ვისაც თვლით ამ ადამიანებს მე საერთოდ არ ვიცნო, არასდროს არანაირი კონტაქტი არ ქონდა. აი ტელევიზორში ყავდა მარტო ნახე. მიუხედავად აი ამისა რა დამოკიდებულებით არ უნდა ქონდეს, ეს ხალხი არც ერთ პოლიტიკაში არ არის. აი ეხლა ლევან ვერ გავიგე, გიგი უგულავა ყავთ პარტიაში, რომელმაც 40 მილიონი გაფლაგა პირდაპირ პარტიული მუშაკები დაასაკვა, როგორ არ აკავთ, ეგრე არ არის ეხლა. აი ეხლა რა, აი ეხლა. გიგი რა იგივეს არ ვედავებით ეხლა კალაძეს რო ასაკოს. უგულავა არ იყო ნაცების კალაძე? მომისმინეთ, ძალიან მარტივ რამეს ვკითხულობ. გიგი უგულავასთან დაკავშირებით მაგალითად. ჯერთი თუ რაიმე კონკრეტული კითხვები გაქვს, ჩემი აზრით არ არის ეს ადამიანი, რომელიც ხო არ მოვა და პასუხს არ გაგცემს. არა, მე ამ ტრიალში გეუბნები უბრალოდ ამ აღიარების და დისტანცირების ტრიალში, თორე რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება კითხვები გიგისთან. მეტი ობიექტურობისთვის, ჩემი აზრით, კონკრეტული ჩამოთვლილი ადამიანის, რომელზეც თქვენ საუბრობთ და აქვს საზოგადოებას კითხვები, მე მაგალითად ვიტყოდი, რომ ის არის კორუმპირებული, თუ მურუსიძის სასამართლო და ფარცხალაძე კი არ წაუყენებდა ბრალს მაგალითად. ხო, თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი პროკურატურის პირობებში მოუწოდა პასუხს. 9 მილიონი ადამიანი გაასამართლა ნაციონალურმა მოძრაობამ მაგ მურუსიძე ჩიჩალაძის იმ ხალხს რა უკრა. არა, წლები მოიხადა მაგით. ძალიან ცუდია. თუ კონკრეტული ადამიანები უსამართლოდ ისხდენ სუხილს. ეხა ისეთ სურათს უნდა დავხატავთ, რომ ყველა ვინც 2003 რა თქმა უნდა, არა, მე მაგას არც ვიძახი, ძალიან ბევრი მე ერთი რამის თქმა მინდა თქვენთან ეხა კონკრეტულ გვარებს, რომელზეც პირობითად თქვენ ახსენებთ, ჩემი აზრით შეგიძლიათ რომ მათ ეკონტაქტოთ, დაუძახოთ და მეორე ჩემთვის ობიექტურობა. მერაბიშვილი აქეთ არის. ობიექტურობა
ობიექტურობა ვერ იქნება მურუსიძის მიერ გამოტანი ბრალი. ჩემთვის ასია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვიღაცაზე რაღაც წარმოდგენა მქონდეს. მართლა არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება უგულავა კი არა პირობითად სხვა პარტიის რომელიმე წარმომადგენელი. შენი პარტიული რევოლუცია, თავარი მიზეზი რაც იყო, რომ შენ ადანაშაულებდი მელიას, რომ ნაკლებად იბრძოდნენ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. 484 დღე გავიდა თუ სწორედ მახსოვს, რაც მელია გააუშვით, რაც შედაინიშნე და მოკლედ მე რაც მელია გაუშვით. რა გააკეთე მელიაზე უკეთესად და რატო ვერ იხსენით სააკაშვილი? აი, პირველი, როცა პარტიაში მოხდა ასე ვთქვათ არჩევნები, სხვათა შორის ძალიან ისეთი პრეცედენტული ამბავი იყო, როცა პარტიის შიდა არჩევნებში 50,000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ჩემი აზრით, ჩვენს და სხვა ოპოზიციამ ჩემ დგომში ეს წესი უნდა გამოვიყენოთ და რატო? კი რომ და მოვიგონოთ პოლიტიკური ლიდერები. არამედ ადამიანებს გავაკეთებინოთ არჩევანი. ჩემი აზრით ეს ნორმალურია. ნებისმიერი ხვალზე რაღაცა რო იყოს, უნდა არსებობდეს პრაიმერისის წესი, პირობითად ვამბობ. იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ამბობს, რომ ის მაღალია, ის დაბალია, ის უფრო ჭკვიანია, ის უფრო გენიოსია, მაგრამ ხალხი სხვანაირად ფიქრობდეს. ნიკასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. თუმცა, როცა პარტიაში კონკრეტული პრობლემა დადგა, რაზეც შიგნით ვსაუბრობდით, ნიკას დამოკიდებულება იყო, რომ მაგალითად პირობითად მიშა სააკაშვილი შესაძლოა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ჩართული პარტიულ მუშაობაში. ეს იყო შეიძლება ის ობიექტურად სწორად ფიქრობდა. მე არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად პაკეტი იყო, თქვა. რა სისულელია კაცო. რომ ტყვანია ის, აი ამას არა, უბრალოდ მე და ჩემი თანაგუნდელები კიდევ პარტიაში ბევრი ხო, ცოტა სხვანაირად ფიქრობდით. დაგაწურდათ თუ არა ამაში მერაბიშვილმა. შუაში მე მერაბიშვილს ასვისრობდი. ცოტა ფიქრობდით, ანუ თქვენ ფიქრობდით, რომ სააკაშვილი უნდა ყოფილიყო აქტიურად ჩართული. პასუხი გინდა თუ აუცილებლად. გულწრფელად ხო, ჩვენ ფიქრობდით, რომ პარტიის დამფუძნებელი არის მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად თუ ვინმე სხვა რაღაცა გემოვნებაგან განწყობებები, მე შეუძლია თავის პარტია გააკეთოს და ისე იმოქმედოს, როგორც თავად ხედავს. ან მეორე, მოდი ძმაო, ჩვენ შეხედულება გვაქვს, პარტია როგორ გაიმართოს. ესეთი შენ გაქვს ცოტა სხვანაირი, ხო? ხალხს ვკითხოთ. ეს არის შიდა არჩევნები და დემოკრატია და ეს ისტერიკის საფუძველი კი არ უნდა გახდეს პირიქით და მეორესაც გეტყვით შიდა დემოკრატია რო იქნება გაძლიერებული კიდევ უფრო გაძლიერებული მაშინ გამოვა ოპოზიციას და პოლიტიკურ ლიდერის თავადაც როცა შედეგებს მიიღებს და ეს არ უნდა იყოს არანორმალური და ამის გამო მე დამატებით პარტიის დაზიანება ეს უკვე არასწორი მგონია. თქვენ წასვლაზე ჩაატარეთ ეგ არჩევნები პირადად შენ წასვლაზე თუ როგორ მოხდა შენი წასვლა? როგორ? არა, ჩემთან დაკავშირებით ჩემი აზრით სასაცილო არაფერი არ არის, იმიტომ რომ ამდე ორი კვირა იყო გასული ჩემ არჩევნებთან დაკავშირებით თუ იკითხა და როგორ წახვედიოდა. ხო, ორი კვირით მე არ მეკითხია თქვენ. არა, გაიღიმა და მე არა შენ მაგრამ უეცრად წახვედი ისე პარტიიდან და მაგითო გამეცი რომ ამერიკაში იყავი და მარტივ რამეს გეტყვი, ხო? კი, ახლა რა ვიცი მე დღემდე მარცხენა თვალთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა მხედველობის და რა ვიცი ხო ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და მე არა ხო მაშინ ძალიან მძიმე იყო მე ტვინი შერყვა მქონდა მძიმე და მეორე დღეს იცით რომ პარლამენტში ვიყავი წოლითი ხო წოლითი რეჟიმი მქონდა ერთი დღე არ დაწოლილი მართლა ოღონდ ეგრე იყო ერთი დღე მეორე დღეს დილას უკვე 11 საათზე მე პარლამენტში ვიყავი არც იმის მერე იმიტომ რომ რა ვიცი დიმაჩიკოვანიც ემეს მე სახთან დავხვდნენ მე სამავტყოფოში ვიყავი გია ჯაპარიძეც ემეს ანუ მე ფაქტობრივად იმ მძიმე ტრამვების შემდეგ ერთი დღე არ ვიყავი ისე რომ პირობითად მოძრაობაში არ ყოფილიყავი და ის პერიოდი რომელიც ყველაზე აქტიური უნდა ყოფილიყო და უფრო მეც უფრო ქვემოთაც მეცაც აი დეტალები ხარ გასაგებია. როგორ თქვენთვის ჩემი აზრით საზოგადოების ზარ მნიშვნელოვანი, ცი? ვიღაცას არ უნდა ესმოდეს, რომ აი მე იმიტომ შევედი არჩევნებში პირობითად თავის დროზე, რომ აი კიდე თუ არა მე უნდა ვიყო თავმჯდომარე, რაღაცა თავმჯდომარის პირობითად ამბიცია მქონდა ეს ასე ეს ანუ შენი მიზანი დახსნა იყო ეს სააკაშვილი ის? იცი რა პოლიტიკის ჩვენ მე პარტიაში ვხედავდი იმ პოლიტიკას რომელიც შემდეგ პირობითად მისასგან დისტანცირდებოდა პარტია მაგის არ იყოს მე ფიქრობდი რომ იყო არასწორი. მით უმეტეს ნუ პატიმრობაში იყო სააკაშვილი. მოგიხმარა თუ არა ამაში მერაბიშვილი და კეზერაშვილი ანუ ვიცით რომ მოგეხმარნენ მაგრამ შენ გითხარი იმიტომ რომ ჩართული იყვნენ როგორც ვიცი პროცესში და ეხლა როგორ გამოდის რა საერთოდ ეს კითხვაც ვიდა რომ დაგისვა რომ ბიძინა ივანიშვილს ეხლა კულისებიდან მართვაში ადანაშაულებთ და ვერ ვძით რომ ეს მავნებელია და თქვენი პარტია სააკაშვილი მერაბიშვილი და კეზერაშვილი თუ მართავს ანუ მაშინ რას ედავებით ამას მე მგონს რომ ამას ვლაპარაკობთ ერთი იმიტომ რომ როცა სამთავრობო ბიძინა ივანიშვილის მართვაზე ვლაპარაკობთ მათ შორის კულუარულ მმართველობაზე საუბარი ხელისუფლების მართვაზე და ანუ პარტიის კულუარისებიდან მართვა მოსულა? არა, სხვა რამეს ვიძახი, ხო, პასუხი გინდათ გაძლევთ. ხელისუფლების კულუარებიდან მართვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება ეს დანაშაულია.
მეორე რაც შეეხება მერაბიშვილის საჯარო პოლიტიკაში არც ეხლა და არც მას შემდეგ რაც პატიმრობიდან გამოვიდა არ ყოფილა დათო კეზერაშვილის გაცხადებული პოზიცია აქვს რომ მას საჯარო პოლიტიკა არც აინტერესებს და ანუ არა აქვს რა გაქვს ურთიერთობა კეზერაშვილთან სიმართლე გითხრათ უკანასკნელი თვეების განმავლობაში არა რამდენჯერმე მქონდა ხოლმე რაღაცა სატელეფონო რაღაც მილოცვა მოლოცვა რაღაცა ასეთი და თუ ეს ადამიანები კონკრეტულ დროს პირობითად მერაბიშვილი იქნებოდა კეზერაშვილი სხვაგვარი ნებისმიერი სხვაგვარი რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული და შიდა არჩევნების დროს თავის პოზიციას აფიქსირებდნენ ეს აბსოლუტურად ნორმალურია როცა ადამიანები მის პოზიციას და ხო არ მალავდა მაგალითად აი თქვენი იკითხეთ რომ ვანო მერაბიშვილი აფიქსირებდა თუ არ პოზიციას დაფიქსირებული საჯაროდ ბოდიში რა ეს თუ გახსოვს რა მათ შეინარჩუნეს კრიმინალური ბანდა პირდაპირ თქვათ რა ესენი იყვნენ ყაჩაღები და მძარცველები კეზერაშვილა რომ მოიპარა მილიარდები და ადეკვატური პასუხი არ იყო გაცემული ეს არის პრობლემა ეს კეზერაშვილის დღეს რასაკეთებს ხომ არიცით მსახურობს ბიძინა ივანიშვილის კარზე და აფინანსებს ვითომ ოპოზიციას ევროპულ საქართველოზე ვილაპარაკობდი 2016 წელს ხო 16 კი ბატონო 9 წლის წინ და ეს ერთი კომენტარი მე ბედნიერითი ვარ იცი სადაც არ უნდა წავიდე ჩემს წინააღმდეგ ზოგადად არსებობს ერთი განცხადება რომელზეც ამბობენ რომ ერთხელ ერთი თქვი და მე რატო არ ამბობ ამას მართლა მარტო ეგ განცხადება რაც ეხლა ბოდიში მოგიხდი როგორ გეკადრება აი 2018 წელს თქვენ ისევ გააკრიტიკეთ კეზერაშვილი და მას უწოდეთ კორუმპირებული და რომ ის აფინანსებს იმ ოპოზიციურ პარტიას რომელიც ბიზინა ივანიშვილს აწყობს რატო შეიცვალე პოზიცია მე შედი ეს ახსენი იგაგრი გოლიასთან ეს აი მარტო შეგეცვალა ფინანსები ხო არისო ამის თავარი მიზეზი რომ დაგაფინანსად კეზერაშვილი არა კეზერაშვილმა თვალები ხوار მოეწონებოდა არა ჩვენი დაფინანსება არა ეგრე ბიზინამა შეიძლება დააფინანსოს და თუ გინდა ჩვენი დაფინანსება არის საჯარო და საჯარო წყაროებით შეუძლიათ ნაციონალური მოძრაობის დაფინანსების ნახვა ერთი ახლა მეორე მარტივი რამე უნდა გითხრათ მაგალითად აი ამ განცხადებასთან დაკავშირებით ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა მაგალითად რა ის რომ საერთაშორისო გამოძიებამ და სასამართლომ ეს ბრალდებები მათ შორის რა ვიცი ანუ კონკრეტული ადამიანები რასაც საუბრობდნენ პირობითად ვამბობ ხო შეიძლება რომ ჩვენ მეც მივიღე რომ ეს არის ობიექტურობა და შესაძლოა არა კეზერაშვილს ლაძღავდნენ ვიღაცები დაუჯერეთ და თქვენს დაიწყეთ ლაძღვა მოიცა მე ვერ გეტყვი რომ ეს მტყვანია მართალია ესეც ნორმალურმა სასამართლომ გაარკვევს ამ ქვეყანაში მაგალითად რას დაუწყეთ ლაძღვა სანამ სასამართლო გაარკვევდა ხო რაც შეეხება 2016 წელს ჩემს მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას ეხლა რა ვიცი კიდევ ამბობ მე მგონია რომ თუ კეზერაშვილს შემეშალა და ბოდიში მაშინ და დავთავრდება არაფერი არ შემშლია თუ კეზერაშვილთან დაკავშირებით არის კითხვები თუ დამტკიცდა ამასთან დაკავშირებით ხო ნუ ეხა მურუსდე და ამის შემდეგ მოხდა როცა უბრალოდ ევროპულმა სასამართლომ არ მიიღო ასე ვთქვათ მის მიმართ წაკენებული ბრალდებები მე რაღაცა მეუბნება რომ 2016 და 17 წლებში დაბადების დღე არ მიულოცია კეზერაშვილს რაღაც მეუბნება არა სიმართლე რო გითხრა არც არანაირი კონტაქტი არ ქონდა არც 20-ში არ ქონდა კონტაქტი მართალია სახლი უყიდა ოლევანს არც დღეს არ მაქვს სახლს მოდი ამაზე მაგარი ისტორიას მოგიტყვი არა ჯერ სანამ მაგარი ისტორია იმედმა გააკეთა ეს და ჟურნალისტი მოვიდა და მეკითხება აი ყურე მილიარდელმა კაცმაო მეუბნება რომ შენო გაჩუქაო 42 კვადრატიო დეკლარაცია იყო საჯარო და შეგიძლიათ თქვენც ნახოთ მე სამწუხაროა რომ არ მაქვს სახლი თორე ძალიან მოხარული ვიქნებოდი რომ მქონდეს და ხელისუფლებაში ტენდერებს მიარ ვიგებ და ხელის ბიუჯეტთან მიარ მოშეხება არა ერთი რამე კაცო არ გინდათ რო აგიხსნა ადამიანები იკითხა და კეზერაშვილი ვერ მოჩით ამის ბრალია რა კვადრატულიო 42 კვადრატულიო გაჩუქაო კეზე შენ ახლა ჭკვიანი კაცი ხარ მე იცი რაზე გობრაზდი რომ მე უთხარი ბიჭო მართლა ეგრე უთხარ ზოგადად კომენტარი არ გაუშვი. თუ შუქრის 42 კვადრატული იმას რა ქვია გადახედე ხარს ბოდიში და საპირფარეში ვარ. მე უთხარი ქოცებს 42 თავჯობარე კაცო. თან ვარკეთილში ჰუალინგშიო რა ეხლა მე ვარკეთილში დავიბადე გავიზარდე იქ ვცხოვრობ. ახლაც იქ ვცხოვრობ. აღაც იქ ვცხოვრობ და მე უთხარი ბოლო თქვი რომ ან კაკლებში გაჩუქა რა ვიცი წლებში 42 არა 142 კვადრატი მაიცი და ეხლა ეგ ესეთია რა ძალიან დაბიოთ იმედის გაკეთებულ სიუჟეტს უნდა გავარჩევ. მე ცოტა უკმაყოფილო ვარ ჩვენი საუბრის გულახდილობის ხარისხით. მე მეტ გულახდილობა მინდა შენგან. ეხლა ძალიან კონკრეტულ შეკითხვას დაგისვა. რა მოხდა? რა გაიგე? რა მოვლენები განვითარდა ისეთი იმ 2016 წლის განცხადების მერე თუ ბოდიში სარიხტი თუ რაღაცა არ მეუბნები რომ არ შემშლიაო მაშინ რა მოხდა რომ ახლა მაშინ ისე ამბობდი და დღეს ესე აღარ ლაპარაკობ. ანუ მაშინაც ხო იცოდი რომ დამოუკიდებელ სასამართლოს უნდა გაერკვია და ასე შემდეგ რა გასგალან დღეს კაცი მაშინ და ეხლა მარტივი რამეა კაცო არ მომწონდა ევროპულ საქართველოსთან რომ რაღაცა კომუნიკაცია ქონდა რა. და გაებუტე და მე რომ მოშორდა ევროპულ საქართველოს არ მომწონდა ეხლა ევროპული საქართველოს ჩერგოლეიშვილის და ბოკერიას მიმართ მე ჩემი დამოკიდებულება ქონდა სულ სუბიექტური მიუხედავად იმისა და ბოკერია არ მოგწონდა ამიტომ განაცხადა კეზერაშვილი მათ ეხმარებოდა რაღაცაში ასე ვიცოდი და ნუ არ მომწონდა ანუ სულიდა ნაციონალურ მოძრაობას გავიგეთ არაფერი გასაგებია აი ეს უკვე გულახდილობას გავს ეხლა ერთი გულახდილობა მინდა კიდე მოიცა და
ეს ეხა დამალული და დაფარული, ეს ამაზე ეთერშიც მისაუბრია. არ ვიცი, ეხა ეხა ჩერგო გაბრაზდება იქ რაღაცა ჯიჟებით 1000 რაღაცას წერს. აი ამას ჩერგო ისე გათრე. ჩერგო ისე გათრე. კომისია მოგენადა. მაგრამ არ მევასება რა, ჩერგო ხო? არ მევასება ძალიან. აი ყველამ გაიგოს რომ მაგრად არ მევასება. ბოკერიასგან განსხვავებით მელიამ და გვარამიამ უფრო მეტი ხმები წაგართვეს. ბოკერია ისე სხვათა შორის ბევრად რაციონალურია. ნუ ჩერგო არ მევასება. როგორ? ანონსში. კაი, ეცამი რა, მიშაზე მინდა ვერ დავამთავროთ რა. აი ძალიან კაი რაღაცები თქვით რა, ეს პრაიმერისი ერთ პერიოდი რომ დაიწყეთ ყრილობებს რო აწყობდით და აბა რომელიც ეს ფორმალურად ეს დემოკრატიის ეს ხარისხი გადასარევი. მაგრამ ხალხი მე გეტყვი ხა რას ფიქრობს გულახდილად. თუ შეგიძლია მე მითხრა რომ ხალხი მაგას არ ფიქრობს და შენ უტრირებო, მაგრამ მაინც მიპასუხე. ხალხი ფიქრობს რომ რა ის პრაიმერისი და რა ის არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში მზე არ სუფევს ის კამარაზე სააკაშვილის გარეშე და შენც იმიტომ გახდი თავმჯდომარე რომ სააკაშვილი უნდა იყოს პოლიტიკაში ვიზახდი და მელიამ რას აი ხო და ამას ფიქრობ არ არის პრაიმერისი არ არის ის გახდება ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარეს და პოზიციების გამტარიც ვინც გაატარებს სააკაშვილის პოზიციას ხო, რა ვიცი, შეიძლება შესეთვლი კი ბატონო, მაგრამ იქ კიდევ 50-ია, რა ვიცი, 50,000 კაცმა მიიღო მონაწილეობა და დაახლოებით 16-მა სხვა რამეს დაუჭირა მხარი. პირობითად მოქმედ თავმჯდომარეს ნიკამელიას დაუჭირა. და ეს ბელადომანი პრობლემა არ არის. ჩემი აზრით ბელადომანი არ არის, ხა, ვიღაცას პოლიტიკოს მოსწონს, არ მოსწონს, ვიღაცა ცოტა. ხო, მაგრამ ეს ჩვენი პრეზიდენტი იყო, ხო, ბოლო-ბოლო და ეს სხვა ფიგურა უნდა იყოს ეს. მე არის ბელადომანია. ხოცებს ხო ვებრძვი. რაც მე ხოცები მაგინებენ, ისე არც ერთ ხოცს არ უგინებია, როგორც მიშისტმა ქალი მომწყევლეს. აი გაგეთი ამისა. ნახე, არა ის სხვათა შორის არ დამამთავრებინა წეღან რა. გადადგომას დაკავშირებით რატო არ გაინტერესებდა? კი უფრო მძიმე რაღაცას ვიძახე. ანუ მას გარდა იმისა რომ რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილება შენი წასვლა? ხო. გარდა იმისა რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღე იმის გამო თქო რაღაცა ტრამვები მქონდა და რაღაცა ყოველდღიურ რეჟიმში ცოტა რთული იქნებოდა ერთი თვე, მაგრამ ეგ კიდე გამოსწორებადი იყო რა. ეგ უნდა მეთქვა, არ გითხარი ხა. არა, გეტყვი, არაფერი არ მეწყინება კაცო, სიმართლე არის შემდეგი. მე ამაზეც მაქვს ნასაუბრები. ხალხო, მე არა ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცებს მალავს. ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ერთიანობას. მათ შორის ვიღაცებს მართლა ჯეროდათ, ჩემს ირგვლივაც პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ ლიდერებს, გუნდის შიგნითაც რომ მაგალითად პირობითად ახლებისთვის პირობითად ვამბობ, ერთიანობა რომ ყოფილიყო, რაღაცნაირად პრობლემა, იმიტომ რომ ნიკას შეიძლება პირადული ქონოდა ამასთან დაკავშირებით. ნიკაბელიას. ხო. ნუ რაღაცეები, ეგურე მე მაშინ ფიქრობდი რომ ერთიანობა იყო საკვანძოდ მნიშვნელოვანი. და არ მინდოდა როგორც პოლიტიკოს ჩემი თანაგუნდელებისთვის აი მე არჩევნების შედეგი რა დაიწერა როგორ დადგა ნებისმიერ სცენარიც რაც არ უნდა განვითარებულიყო რომ მე მეფიქრა ოდესმე რომ აი მე თუ არ ვიქნებოდი და მაგალითად იქნებოდა ისეთი ადამიანი რომელთანაც პირობითად შესაძლოა არანაირი კონფრონტაციული არ იყოს აი მე ხო ხაბეიშვილი ხო ეგეთი ტიპია რა კონფრონტაციული ან გევასება ან არ გეხა შუაში სტური გან იმიტომ რომ მე არა ვარ ხო რა მოხდა ეხა შენ შეიძლება ესე ფიქრობ მაგრამ ეხა ბევრმა შეიძლება ვიღაცას უფრო მეც ნიკასაც იგივე უთხარი არა მესმის რაღაცა პროპაგანდის მუშაობის შედეგიც არის მაგრამ არა მესმის რაღაცა უბრალოდ მე ხო რაღაცებს ციფრებსაც უყურებ ხოლმე პირობითად შეიძლება თქვენ არ გიყვართ ეგ მაგრამ მე მაგალითად 2020 წელს დაახლოებით 30000 ხმას მარტო პირადად მაჟორიტარმა მოუყარა თავის სამგორის რაიონში და არ მგონია რომ ბევრი ვაჟკაცი იყოს ეგეთი რომელიც მაგის გაკეთება შეძლოს და მეორე 25000 ხმას რომ მიიღებს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არც ეს არ მგონია პატარა ზოგი პარტია დიდ არჩევნებში ვიღებულოს ამას ხო არა აიძუნეთ ქედვა არ მინდა რომ არა ფაქტები მოგიყვანეთ რომ იმის იქით ხო გეუბნები რომ და გახდა საჭირო მე ვიფიქრე ეგეთი რამე რომ იცი რა მოდი ახლა მე თუ არ ვიქნები თავმჯდომარე პირობითად ვამბობ რა თავმჯდომარეობა წყალსაწაუღია კაცო თუ ერთიანობა იქნება და რაღაცნაირად უფრო მეტი საშუალება იქნება რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ერთობლივად ვიბრძოლო და ვიმუშაოთ ისე ხო კარგი იყო საბოლოო ჯამში ოპოზიცია რო ერთიანი სიით არ გავიდა და ეგეთ დონეზე არ გაერთიანდა იმიტომ რომ ოპოზიცია მოიგო რეალურად არჩევნები ხო მაინც კაი იყო რომ არ გაერთიანდა თუმცა მე ცოტა სხვანაირად უყურებ რა მეგობრებო ყველა ერთის წინააღმდეგ ეს იყო და არის გამოსავალი ჩემი აზრით. ამის გარეშე ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა რა 4 დიდი პოლიტიკური პარტია იყო, რომელსაც მე გადაუნაწილე ხმები და 10% ჩამოარიგა და აბსოლუტურად სხვა რეალობა იქნებოდა ყველგან, ყველა დონეზე, მათ შორის ხალხში. არა, რო ყოფილიყო 52-45 პირობითად გეუბნები. მე ვერ დაგეთახმები, მე ვფიქრობ რომ 2-1-ის წინააღმდეგ უფრო კარგი იქნებოდა. 2 დიდი ფრონტი რო ჩამოყალიბებულიყო, ეგეც ანუ კონსოლიდაციას მოახდენდა რესურსებს. მე კონსოლიდირების მომხრე. შენი აზრით მიშას პროცესი რო იყო ერთ-ერთი ბოლო იმედმა რო პირდაპირ ეთერში გადასცა რატო გადასცა იმედმა ის პროცესი პირდაპირ ეთერში შენი აზრით
არ ვიცი რა მართლა არ ვიცი რომელიც ერთ-ერთი ყველა სასამართლო პროცესი მართლა რომელიც მე გეტყვი ბოლო ამბავს გეტყვი აგერ აპელაციას განუხილველად მიიღეს გადაწყვეტილება სასამართლოს უფლებას წაართვეს ამ კაცს მე მესმის რომ თქვენ რაღაცა გულისწყვილები შეიძლება გქონდეთ ან მათ შორის ვიღაცები მუშაობდნენ ამ საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე და სხვათა შორის რუმინეთის არჩევნები ამის კლასიკური მაგალითია როგორ მუშაობდნენ TikTok-ზე და სოციალურ ქსელებში 10,000-ობით ტროლბოტობა საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე მართლა ხალხი გამოაშტერა იმ ხალხს თუ შეგვეძარება საქართველოში საქართველოს ჯაშტერები ხალხს მაგრამ იმ ხალხში ჩვენ არ შევდივარ და მე სხვა რამე მე რაზე ის ხალხი რო იძახის რაღაცასო რა და მე გეუბნები აგერ ფაქტს 2-3 დღის წინ იყო ეს არ მინდა რომ შემეშალოს მაქსიმუმ 1 კვირის წინ მიშას აპელაციის სასამართლო საერთოდ ჩამოართვეს არც დაუძახეს პროპაგანდის გავლენა ვიძახოთ თუ ასე შემდეგ მიშა და ნაციონალურ მოძრაობა კიდე შეიძლება იმდენად არა მაგრამ პერსონალურად მიშა ამაზე იმდენი იმუშავეს და გარკვეულ შემთხვევაში მუშაობაც არ იყო საჭირო თავისი წარსული საქმეებიდან გამომდინარე არის ქცეული დღეს საფრთხობელად 2018 წელს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები აი მაგალითად ეს თემა რო აი საფრთხობელა ხმას არ მიცემს ასე შემდეგ მე გეტყვი შეიძლება ერთი ნაწილისთვის საზოგადოების გარკვეული ჯგუფის შესაძლოა ამობ ეს იყოს ჭეშმარიტება მე გეტყვი მეორე რამეს 2018 წელს სალომეს არჩევნების დროს 5 ნომერმა და მიშა სააკაშვილიც აქტიურად იყო კამპანიაში ჩართული მაშინ უკრაინაში იყო თუ არ ვწდები თუ პოლონეთში უფრო ესე მახსოვს 2018 წელს აქტიურად ერთვებოდა მხარს უჭერდა გრიგოლ ვაშაძეს ღიად ნაციონალურ მოძრაობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო 5 ნომერით ანუ გრიგოლ ვაშაძე 800,000 ხმა მიიღო ვინ ლევან ვინ მიიღო ეგ გამოდის და ბიზნეს უწევს მე გრიგოლ ვაშაძე ეხა ვის მიაცებინეთ წარმოიდგინე ამდენი 800,000 ხმა მიიღო თქო მიხდი არა სხვა რამეს ვამბობ კაცო მე შეფასებებში კი არ ვიძახი რომ რაღაცაში მარტო შენ ვიძახი რომ რესურსი არსებობს რომ ხმები მიიღო თუ ერთად კონკურენტი ოპოზიციურ სპექტრში ოპოზიციის დავით ბაქრაძე დავით ბაქრაძის სად იყო მაშინ იმაში ხო ევროპის საქართველოში 10% აიღო ბოდიში 40% აიღო იმან აქვეა და 42 გრიგოლმა და 10% ბაქრაძესთან მაგრამ ბაქრაძის პერსონისთან განაპირობა უფრო ეგრო ოპოზიციური ხმები წავიდა მთლიანად ვაშაძესთან ანუ ხო და ნახე შენ თავს ეწინააღმდეგე ანუ არ ყოფილა ხო საფრთხობელა 13 წელია ლევან შენ ხარ იძახი როგორც თქვი ხა ოპოზიციაში იბძვი ყველა წინა ხაზი ხარ ჯერ მერია მე ის ხო აი რატო ვერ მოუგეთ ივანიშოს ამდენი ხანი რაღაცას რო არასწორად აკეთებ ვერ ხვდები ბევრი ფულია ეგ არის ბაბას ჩემი ბრალია ჩემი არა რა მისეზი რა არის ანუ თუ გიფიქრიათ რატო ვერ ამარცხებთ მე გეტყვით რატო ვერ მომარცხებთ და მაქვს ამაზე ისეთი კონკრეტული პასუხი ჩემთვის მაგალითად 2013-2014 წლებში საქართველოში ჩამოვიდა გავრილოვი ისეთივე აღმაშფოთებელი იყო როცა მეორე ჩამოვიდა და ხალხმა 5 წლის თავზე ბევრად სხვა რეაქცია ჰქონდა ვიდრე მაგალითად 2013-2014 წელს ჩამოვიდა ამიტომ ჩემი აზრია ესეთი რომ რუსული პროპაგანდა ჩვენ და სამწუხარო და საინფორმაციო ველზე დაბინძურება და ადამიანების გაშავება, დაცინვა, ვიღაცის სისხლიანად შელახვა თუ რაღაცა დარქმევა სახელის, ამათმა მოახერხეს იმდენად მარტივად რომ, რა ვიცი, მართლა ბევრი წელი დავჭირდა იმისთვის. აქ ცუდად კი არ ვამბობ 2021 წლამდე პირობითად შეიძლება შენ არ მოგწოს ნაციონალური მოძრაობა, არც ხაბეიშვილი არ მოგწოს და არც უნდა მოგეწონოს ამისთვის ხო? ანუ დიდი თანამდებობებიც მეკავა ქართული ოცნების პირობებში და მედიაშიც ვიყავი და თითქმის ყველაფერი მაქვს მოვლილი ესე ვთქვათ შიგნით სისტემაში. მინდა გითხრა რომ მთელი სისტემა შიგნით რაზეც დგას ის არის რომ და ანუ ის რომ თქვა სასამართლოს რეფორმა არ განხორციელდა ის რაღაცებზე რაზეც თვალს ხუჭავს შიგნით რეჟიმი არის ის რომ ნაცები არ მოუშვათ და ანუ რაზეც დგას თავიდან ბოლომდე რეჟიმი არის ეს იცოდე შიგნით რა ეს ეგრე გიორგი ძმებო ეგრე ყველა ამათ პროპაგანდა რა არის აიღეს და გიორგი გახარია მიშისტია ვიძახია ეხა ეგ ხო ნონსენსია ნების შენ არ მოეწონები შენც გეტყვი ნაციონალი ხარ რა არ ამბობენ ნაციონალი ანუ ეს ხო არ გამორიცხავს იმას რომ საერთოდ არანაციონალი ხალხი შეგრაცხავენ ხვალს თელ საქართველოს გააცნობენ შენ თავს როგორც თავარ ნაციონალი ხალხი რომელიც ნაციონალური მოძრაობის პეშკები იყვნენ ბოდიში რუსული ხო და ნახე ბიჭო ეს სადღაცა ვართ ერთად ოღონდ რაღაცეებში ის პროპაგანდა ცდილობს რომ ჩვენ სამ არ დავილაპარაკოთ რაღაცაზე არ შევდო პირობითად გეუბნები რაღაცაზე ჩვენ თუ რაღაცაზე თავხდით და თქვით რომ ამათი პროპაგანდის ამ დედას უტირებთ ამათ გაიგე და ამის ეშინიათ იმიტომ რომ ყველას ვისაც დაინახავენ ხო გახარია როგორი ნაციონალია კაცო ნუ ადგებიან ნაციონალია შენ თქვენ მეც ნაციონალს მეძახია თერი ნაციონალს დაჭერილი ვიყავ და მე ნაციონალს მეძახია ხალხი ვიც დაცემს ემსახურებოდ იმიტომ რომ ქვეცნობიერზეც მართლა ბევრი აქვს ამათ ნამუშევარი ეგრე პატარა პროპაგანდა ხო არ დახარჯული მარტივია რა ვიღაცა რო ცუდია მაგალითად რაღაცა აი ცუდია რა აი ტალახიანია ეს რა ნაციონალი ანუ ეს
პროპაგანდაზე იმდენი აქვს ნამუშევა. არა, დადო შედეგი და შედეგი დგას მაგ პროპაგანდის რეალობა ეგ არის. მომისმინე, არა, პროპაგანდის შედეგი კი არ დგას, გაყალბების შედეგი დგას. არანაირი პროპაგანდის შედეგი არ დგას და ნუ იჯერეთ. თქვენც ნუ დაიჯერეთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო. მართლა არ დაიჯეროთ ხალხო. ეს რაღაცა არ ვიჩხუბოთ ვიჯერა მაგის. არა, იმიტომ რომ პროპაგანდაო, მუშაობს, არ მუშაობს. ბოლომდე რომ ვერ გადავტეხეთ მაგის ბრალი. მაგან ვერ იმუშავა და იმუშავა გაყალბება. ეგ არის ბიჭო. მოდი, მეც გავცემ პასუხს კითხვას. საზოგადოება მაინც ქმნიან და მაინც მოდი ქუჩაში გავიდეთ, პირობითად გეუბნები, აი ნებისმიერ დღე თქვენ აიღეთ და გავიდეთ ქუჩაში და რამდენიმე ადამიანს გამოველაპარაკოთ. და თქვენ ნახავთ სადა დედამიწაა განსხვავება კაცო იქ ქუჩაში რო გავალთ და რამდენიმე ადამიანს გამოველაპარაკებით, მე გავიხსენებთ ჩემთვის არ მოსაწონი, მაგრამ ლეგენდარული ფრაზის ავტორი ადამიანის თემურ ალასანიას ფრაზას. მეგობრებო, თუ გიდათ რომ ჩვენი მომდევნო პოდკასტები არ გამოგჩეთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ YouTube-ზე, გამოგხევით Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. კი, რამდენი უბედურია. თემურ ალასანიას ყველაზე ცნობილი ფრაზა როგორ არის? თემურ ალასანიაზე ვიფიქრე და გავიჭერე. არჩინა, იცი? როგორ არ ვიცი. ყველაზე ცნობილი ფრაზა რო გიტრიალებს და გადაობის საგარი რო ეს ავატყოფიერიაო. არ ვიცი. რანაირად არის არ გადავ. კაი, აუ, რაღაც შენ გითხოს მინდა გავცე პასუხი მეც რა. აი რატო ვერ ვამარცხებთ ბიზნესს? ой მაგაზე მაგ პასუხი ჩემი მხრიდან. იცი რა, ერთ-ერთი მიზეზი იცი რა არის? ჩემი აზრით რა. მართლა აი ძალიან გულწრფელად ვამბობ. აი ხა ჩვენ რო ესეთი პოდკასტი გვაქვს და აქ რო ოპოზიციონერები გვისხედან და აი ესეთ კითხვებს რო უსვამთ და გარკვეულწილად მე იმედი რომ ამოჭრის და რო გააშავებს და ეხა ხაბეიშვილსაც რაღაცებს ამოუჭრიან ალბათ არ ვიცი ეხა რა თქვა ისეთი მაგრამ აი ამას რო ვაკეთებ ჩვენ ვიბრძვით სიმართლით გაიგე და ისინი არაკეთებენ ამას. არათუ ამას არაკეთებენ. საპირისპირო პროპაგანდას არ ვაწარმოებთ. პროპაგანდა არის ბინძური საქმე და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. აი ჩვენ ვფიქრობ რომ საპირისპირო პროპაგანდით მოუგებთ? არა, ხო და ჩვენ ეგ არ უნდა გავაკეთოთ. ეგ არის ბრძოლა წესების გარეშე და ეგ არ უნდა ვიკადროთ და ჩვენ ამას რო არ ვკადრულობთ. შენ წარმოვიდგინე UFC-ზე რო გადიხარ. თქვა შენ იბრძვი UFC-ს წესები და ვიღაცა გებრძვის მარტო კრივის წესებით. ხო, ის ფეხებითაც გირტყავს და ჩვენ ვიბრძვით შედარებით, კი არა და რა შედარება სუფთა მეთოდებით ვიბრძვით. და მაგიტო არის ძნელი გამარჯვება. ჩემი აზრით იმედის მაყურებელი მათ შორის გორიერი მიხვდება კიდევაც რომ ჩვენ აქ ოპოზიციას კრიტიკულ კითხვებს არ ვაკლებთ და ეგიც დაანახეს სხვათა შორის მაგათმა აქამდე არ მომიყოლია ოცნების წარმომადგენლების მოსვლაზე ჩვენ გადაცემაში აი ეს არ მომიყოლია აქამდე მაინც ჩუმად ვიყავი რა ჩვენ არაერთს გაუგზავნეთ მოწვევა ერთ-ერთი ვინც გამოგვეხმაურა აი პირველად ვამბობ რა არ მიყვარს ესე კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი იყო კონსტანტინე ზარნაძე რომელმაც ძალიან ძილობიანი ესეთი საუბარი შედგა როგორც შეეფერება გადაცემის ფორმატს და ასე შემდეგ მოწვევის ფორმატს და მოვალო გითხრა. და აი ბატონო კონსტანტინე აი ხო მიხსენებთ ხა მე ვინც ვარ. აი სადმე რო შევხვდეთ და მე რო დაგისვათ კითხვას რატო აღარ მიპასუხეთ? აი რა უნდა მითხრათ რომ აი ნომერი გამოცვალეთ? არა, უთხრეს და აღარ მოვიდა. ხო, გასაგებია რომ უთხრეს და აღარ მოვიდა, მაგრამ ეს ხო აი რა სადმე რო შევხვდეთ მაგას მეტყვით რომ მითხრეს და აღარ მოვედიო? აი ეს ხო ცოტა უხერხულია უბრალოდ აქამდე მართლა არ მომიყოლია ეს ისტორია, მაგრამ აი ეგ არის ჩვენ ვიბრძვით პატიოსანი თამაშის წესებით და იქიდან გვებრძვიან სიბინძური და ჩემი აზრით მართლა მგონია ყოველგვარი პათეტიკის გარეშე რომ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ვერ ვამარცხებთ არის ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპი არის თორნიკე კარგად იცი დებატები ეხლა დებატებში არ ჯდებიან დებატები მაინც იყოს კაცო სალაპარაკოთ არ დაიწყო დებატებში არ ჯდებიან არის ოპოზიციურად გაწყობილი ვარ კარგი თქვა ყველა ვიცის რომ ოპოზიციურად გაწყობილი ვარ თუ ოპოზიციასთან ხელისუფლება ქვია და ვერ ჯდები და ოპოზიციას გაწყობილ ჟურნალისტად და კრიტიკულ კითხვებს ვერ პასუხობ. რისი პრეტენზია გაქვს საერთოდ როგორ გინდა რომ ხელისუფალი გერქვას და სახელმწიფო მართო წარმოუდგენელია უკვე. გაყავი და იბატონი. აი, გადმოვიდეთ ისე ლევანთან ცოტა შევცვალოთ თემა სალომე ზურაბიშვილის პერსონაჟზე და მოდი დავარქვათ სალომე ზურაბიშვილის ფორმატი ეს თანამშრომლობის თუ რა ქვია არ ვიცი. მაგაზე რა აზრის ხართ დღეს აი ამ გადმოსახედიდან? აუ, კიდე გეუბნები, მას სადაც ვინმე შეიკრიბება და რაღაცა სიტყვის რო იქნებ რამე გავაკეთოთ, მე მაგალითად მომეწონება. სალომეზე ჩემი ლიდერად თუ ივარგებს სალომე ზურაბიშვილის ჩემი სუბიექტური მოსაზრებები მაქვს. მიუხედავად ამისა. ჩვენ არ გვეტყვით? არა, როგორ ან რამე უცნობია, ჩემი დამოკიდებულება. აი, კიდე ერთხელ გვინდა რომ გითხრათ. მე მაგალითად, კიდე ოღონდ მე ზოგადად გააწყობილებს პირობითად პოლიტიკურს არ ვლებულობ, მე ვინ მომწონს და არ მომწონს. ახლა სალომე ზურაბიშვილზე ჩემი დამოკიდებულებები მაქვს, მათ შორის 2018 წელს ის გაყალბებული არჩევნებით აირჩიეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი აზრიდან, განწყობებიდან
გამომდინარე და თუ ის კონკრეტულად სწორ ნაბიჯებს დგამდა და გადაუდგამს, ხო, მაშინაც მithქვამს, რომ ეს სწორია და მან სწორი პოზიცია დაიჭირა. მიუხედავად იმისა, რომ მე მიმაჩნდა, რომ მას შეეძლო პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალება და ეს არ გააკეთა, ამის მიუხედავადაც არა, მესმის ია კეზაია მოკლეს სალომეს არჩევნების გამო. უკაცრავად, მაგრამ ეს არის არც დამალული და ცნობილი ფაქტია, აიძულებდნენ არჩევნებში ჩართვას და აიძულებდნენ კი გან ბაჩანა რომ მაგას ბოლომდე მიყვება აუცილებლად მივყვათ და ჩვენ დავაკვირდებით და მაკითხებსაც ვისაც ეკუთვნის დაუშვათ. ამიტომ ეს არის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მასზე, თუმცა თქო, მიუხედავად ამისა მე არასდროს არ ხელმძღვანელობ ჩემი დამოკიდებულებებით ბაჩონის და ოფისის შიდა წრეში შეიძლება ვიღაცა მოგწოს, ვიღაცა არ მოგწოს და აი მანდ არის ყველაზე დიდი ასე ვთქვათ ბომბი? არა, ბომბი კი შესაძლებლობა რომ თუ ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკა სულ რამდენი 15 ადამიანის შეთანხმებაზეა ხო საუბარი რომ 15 ადამიანის ალბათ 10 არც კი ყველა თუ ერთად შეთანხმდება რაღაცა ეს ერთიანი ფრონტი ჩემი აზრით გამოვა რაც საზოგადოებისთვის დამატებითი რწმენა ექნებათ მოტივაცია ექნებათ რომ ამ ადამიანს ერთად მუშაობა შეუძლიათ ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მაგალითად ხო ჩემი მხრიდან და ჩვენი მხრიდან დაბრკოლება რომ აი სადმე რამე ხაზია ეგეთი რამე არ ყოფილა და მიღწევა მაგალითად აი ამ შემთხვევაში მიღწევა ხო თქვი წერა კონკრეტული პარა გახარიასთან ბიჭო შეუძლებელია ლაპარაკი კაცო ჯერთი რამდენი შეთანხმება იყო დაირღვა ხო პარლამენტთანაც არ გამოდის ეს კაცი იქ ანუ არ წერს ამ განცხადებას მეორე იქ კომისიაზე მივიდა 1000 სულელე ილაპარაკა და მე მაგალითად არ მომეწონა ის როგორც იქცევა აგერ არჩევნებზე ამბობს რომ ზურას დაიჭირა ჯაფარიძე ხო მის კოლეგებს იჭერენ ოპოზიციონერ ლიდერებს იჭერენ აკავებენ მიუხედავად ამისა შემაკავებელი ამ დრომდე არ აქვს და ამბობს რომ იღეს მონაწილეობას არ მგონია ეს სწორი და ნორმალური ეხლა მაინტერესებს ცოტა მომავალი რომ დავინახოთ დღევანდელი პერსპექტივიდან ოღონდ არა ჰიპოთეტური მომავალი და რაღაცა აი ძალიან რეალისტური რა აი დღევანდელი მოცემულობა რო ავიღოთ დღევანდელი მოცემულობით კიდევ ერთხელ ვიმეორებ თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ არ გადიხართ და კატეგორიულად გაქვთ ნათქვამი იგივე აქვს ნათქვამი ახალს დღევანდელი მოცემულობით გადის გახარია საქართველოსთვის და სავარაუდოდ ისე რადიკალურად და გადაჭრით არ ვთქვათ როგორც გახარიას მაგრამ მაინც გადის ლელოც ანუ აიხლანდელი მოცემულობით ამ თავარ 4 ოპოზიციურ პარტიას შორის იყოფა ეს პოზიციები ის ორი გადიან თქვენ ორი არ გადიხართ წარმოვიდგინოთ რომ ეს ჩატარდა ესეთი არჩევნები შემიძლია თავი დავდო და ნებისმიერ სანაძლეოზე წავიდე როცნება მოიგებს თავის გაყალბებას როცნება ყველა ვარიანტში მოიგებს და აი მე რეალობა და აი როგორ ხედავთ აი ამას აი ამ რეალობაში რა სიზავს არა შეუძლია მაგითო ძალიან რეალისტური სურათი დავხატე ეს არჩევნებში მონაწილეობა კი არა ბიზნეს მხარეს ვინ გადავა ეგ ვიცი რაც არის არა მიხსნა ხო ეგ არის რა მე ეგრე ამ რეალობაში აი რა სვიზო და დაერქმევა საზოგადოებაში თავის სახელი რომ ვინც არის რა ვიცი პოდკასტის პირობებში მაგას იძახიან ხოლმე რა ბოზები არიან რა აი მოდი ახლა აბა რა ქვია მაგას ვერ გავიძე ეხა წაკი ვიცი მაგას მომისვინე რა ზურა ჯაფარიძე რო იმაშია რა ქვია ციხეშია მელიას თუ იჭერენ გვარამიასაც თუ იჭერენ ვინ დარჩა მე კიდე ვინ რა ვიცი ყველას თუ იჭერენ და კოლეგა ოპოზიციონერი რო არჩევნებზე გადის პოზიცია ბარ არისო ხო რა ვიცი ხო მაგრამ ისინი ამბობენ რომ ზუსტად მაგის ჩვენი საბრძოლო სტრატეგია გადის მაგაზე ეგენი ბევრ ამას იტყვიან მაგრამ ხალხი გააკეთებს ბიჭო ანალიზი უნდა არის გასაკეთებელი და მათ შორის მოგონილი პოლიტიკოსებიზეც პირობით და ჩამოკიდებული არ უნდა ვიყოთ ხალხის კონსოლიდაცია ჩვენ ვართ იმ მოთხოვნის ერთგული რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები ოღონდ აქ არის საკვანძო გარემოება ერთი შესაბამის გარემო აი ეს როგორი უნდა იყოს ეს გარემო მე არ მიყვარს ხოლმე პოლიტიკოსები კითხები აბა გეგმა დადეთ, მაგრამ აი ამის გეგმა, მართლა პოლიტიკოსებმა უნდა დადოთ. აი ეს როგორ კეთდება? აი კალენდარიშვილი გამოვიყვანოთ. რა თამაშის წესებია, ის სადაც ღირს მონაწილეო. მე როგორ უყურებ გეტყვი. მე როგორ უყურებ გეტყვი. ხო არ გონია რომ მე როგორ უყურებზე შორს უნდა წავიდეს ეს და რაღაც დოკუმენტი უნდა შეიქმნას. კი ბატონო, შეიქმნას. და შეთანხმება მოხდეს ოპოზიციურ პარტიებს შორის და სამოქალაქო შეხება და გიწერს პოლიტიკურ. და თუ არ მოგიწერს ხეს, მე სხვანაირად მიაწვევი. კაი, ისტორია, არ ვიძახი, არასწორს იძახი, აბსოლუტურად სწორს იძახი. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს. ანუ ივანიშვილის გარეშე რო ვიძახი რას ნიშნავს? ანუ სუსი ანდრი ოხანაშვილმა კი რომ ჩაატაროს არჩევნები და იმან და ასა მაგნიცკისიაში ყოფნა გომელაურმა. ეხა უყურე, არა, ივანიშვილის რეჟიმი არ უნდა იყოს. უნდა იყოს მაგალითად დროებითი მთავრობა, დაკომპლექტებული, მაგრამ უნდა შეეშინდეს ივანიშვილს. სამოქალაქო ხო და დამხობა თქო, მოგეთო ვიძახი, ივანიშვილის დამხობა თქო, რა ვიცი, ეხა ამას ხო ამოჭრიან და ხო რა სხვა გზა არ არის, მივხვდი? ანუ ივანიშვილს ვერ ვხედავთ ჩვენ ამ სტრატეგიას თქვენ ნაბიჯებში, როგორ
ხედავთ? როგორ უნდა იყოს გიხო? იმიტომ რომ ვიღაცა პოლიტიკოსთვის შეიძლება ეს მიუღებელი იყოს, გასულ მე რასაც ლაპარაკობ, ვიღაცა შეიძლება საუბრის დონეზე შეშინოდეს ამის. დამხობაში გულისხმება მაქსიმალურად ადამიანების დაზიანების გარეშე და მით უმეტეს ვიღაცების სიცოცხლის ხელყოფის გარეშე. საერთოდ ადამიანების დაზიანებას ხალხი არც გულისხმობ. დამხობა ნიშნავს შემდეგ. შიში დამხობა. დამხობა ნიშნავს შემდეგ. კონსტიტუციური და გასული ჩაჩვევები და გასული ხელისუფლების გაიქცეს რა, არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, კაცო. რა ვიცი ახლა დამხობა კი ივანიშვილი უნდა გამოაცხადოს კაპიტულაცია. როგორ ხალხს მარტო ხალხს შეუძლია ამის გაკეთება და სხვადასხვა ქვეყანაში აბსოლუტურად მშვიდობიანად ეს გაკეთებულა. გაკეთებულა აბსოლუტურად მშვიდობიანად მათ შორის. მშვიდობიანი დამხობა. წარსულში მიდე გადააბრუნა. არა და როგორო და არჩევნებზე მე მგონია რა როგორ არჩევნებს შეთანხმებით თქო. სამოქალაქო საზოგადოება არსებობს ამ ქვეყანაში ისეთი, რომელსაც ასე თუ ისე ხალხის დობაც აქვს და ქვეყნის გარეთაც აქვს დობა. აი ამ სამოქალაქო საზოგადოებიდან ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან ევროკავშირის ავიზი კომისია იყოს გამოყოფილი, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს ნორმალურს. აქ ხო ჩვენ რაღაც არანორმალურს არ ვითხოვთ. მინიმალურ ობიექტურობაზეა ლაპარაკი და ივანიშვილის ხელში ამის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ სამოქალაქო სექტორი არ არის, რომელმაც თანხმობა გასცა ელექტრონულად არჩევნების ჩატარებაში და ბოლოს სამოქალაქოში გავიყარ. ხო და არა, მანდ არა, ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა. მანდ ეხა ელექტრონული თუ არ იქნებოდა და იქნებოდა ბიულეტენით. ჩავიყნიდე რა პრობლემა არის. აღჭრა, მაგან აღჭრა კონკრეტული მეთოდები იყო, რომელიც 10 წელი მუშაობდა და შემოიღეს ახალი მეთოდები, რომლის კონტროლის მექანიზმები არ მქონდა. ეგ იყო დავიგე რასაც ამბობ, ოღონდ ესეთი ძალადობრივი რეჟიმი თქო, ნებისმიერ დროს დაწერს. ნუ გვაქვს წარმოუდგენა რომ წესი შეიძლება ისეთი მოიფიქროთ რომ ივანიშვილი არ გააყალბებს. არა, გაყალბებას არა, მაგრამ ვაგხელს თქო, მანდა დავინახოთ, ეხლა ვერც დაგვანახეს, გაიგე, ეგ იყო პრობლემა. რაღა უნდა დაგვანახო, როცა არავინ არ აღიარა ეს არჩევნები, მივხვდი ირაკლი. ამიტომ აქ შეიძლება ბევრი დაანახო, მაგრამ მაინც ვიღაცამ აღიაროს. ეგეთებიც ხო არა, ირაკლის პარამის გეუბნებოდა. მაინც გაგვიყალბებდა, გეთახმებით, მაგრამ თქვენ რომ დაეწყვეთ პოლიტიკური პარტიები და ვიზახით, მოდით არჩევნებზე და აი ვერ დავიცავთ და ვერ გაგიყალბებთ. ფორმულაზე რომ მიიყვანეს კალენდარიშვილი და ესე შევასრულებთ ფურცელსთან ახლა რა გოხტათ და რაღაცებს რო აკეთებთ. იქ მოიტანეს ფურცელი. ესე იგი 10 მილიონი დახაჯა რომ პროგრესი ეჩვენე სწრაფად დაეთქვა. ფრუსტრაცია და ყველაფერი გააკეთეს რომ ბოლოს ეთქვათ რომ ავიძმო, ყველაფერი კარგად ჩავატარეთ. ყველაფერი გააკეთეს რა თქვენ შეუწყვეთ. ოღონდ არა, მესმის რასაც იძახი, ოღონდ სხვანაირადაც რო ჩატარებულიყო თქო, მაშინ იტყოდე ბიულეტენები ჩაყარეს. ეს ანუ არა, კაზრი მივხვდი. ეგ უნდა გეთქვა. იცი რა, ერთ რაღაცას გეტყვით კიდე, არ ვიცი, შეიძლება საპოდკასტი არ იყოს და ვაფშე ამოიღოთ რა. კიდე რა მიგვირს ხოლმე, იცი? მაგალითად ერთ-ერთი პოლიტიკოსი არ მინდა სახელი და გვარი ვთქვა და რაღაცა გადაწყვეტილი, რაღაცა შეცვალა გადაწყვეტილება რა. არა კაცო ოპოზიციაშია და რაღაცა მაქვს ამ ადამიანს რაღაცა მაქვს რა, რომ პატივისცემა რაღაცა დოზით მაქვს ამ ადამიანს. ჩვენ რაღაც ძალიან ისეთი აქტიური ადამიანი იყო ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაც დროს ცოტა ხანი გაჩერდა. შეცვალა რაღაცა პოზიცია მათ შორის პარლამენტში და საზოგადოებრივ მხრიდანაც წამოვიდა ცოტა ლანძღვა მასზე რა, რომ აი ჩვენ ესეთი გვეგონე, ჩვენ ესეთი გვეგონე და სულ მართლა ბევრჯერ დავფიქრდი ამაზე. ანუ ხალხი იმაზე კი არ გაბრაზდა, რომ ეს ადამიანი აიძულა ხელისუფლებამ შანტაჟით, მუქ არ ვიცი. რა მაიძე ხო? სხვადასხვა გზებით არ ვიცი. იმაზე კი არ გაბრაზდა ხალხი, რომ როგორი დედა ხელისუფლება გვყავს. კაც ესე დღეში აგდებს, რომ თითო რასაც ფიქრობდა, შეაცვლევინეს, ამ კაცზე გაბრაზდნენ. ხო და ნახე ბიჭო, აი მანდ ხანდახან რაღაცა პრობლემა გვაქვს ხოლმე რა ჩვენ. ხელისუფლება გვყავს ეგეთი, მივხვდი? იმაზე კი მესმის ვიღაცამ ცუდად მოიქცა ძალით, ვიღაცამ უნებლიეთ, ვიღაცამ ესე. მესმი პროჭობა. ხო და იქ საზოგადოება ჩათვალებათ რომ ფული აიღოთ. ხო და ნახე რაღაც დროს და მე მაინც იმაზე უნდა გაუბრაზდეთ რა და მთავრობა ყავს რომ ფული დასდოს ოპოზიციას. მივხვდი რას გეუბნები? ცუდია მთავრობა ბიჭო. ჩვენ თავარი მიზანი, აი მიზეზი არ უნდა გაუწდეს. ეს არის რუსული ხელისუფლება და სხვათა შორის ზოიცია ხოლმე ბელარუსი არ გამოვა, საქართველოს ბელარუსი კი არა. ჩეჩნეთის გამოვა. კადიროვის შეჩენა, მე ავე და ყველა ეს არის კადიროვის შეჩენეთი. მარბიელები და ბანკფორმირებები. ლევან მიხეილ სააკაშვილმა რო თქვას რომ მე არასოდეს არ ჩავერევი პოლიტიკაში, მოგეხმარებით ქართველებს და აი არ ჩავერევით მოგეხმარება. ძღოლი ვერ იქნება. პოლიტიკურად ვერ მოგეხმარება, თორე შეიძლება როგორც ჩეულად რაღაცა საგარეო კუთხით რაღაცებში მოგეხმაროს, როგორც სოფლიო პრეზიდენტები აკეთებდნენ. ეს გაცხადება რომ გააკეთოს და დისტანცირება რომ მოახდინოს პარტიიდან. შენი აზრით მოეხმარება თუ არა ეს ოპოზიციას ბიზინა ივანიშვილის დამარცხებაში? მიშა სააკაშვილს აქვს განცხადება გაკეთებული შემდეგი, რომ ხელისუფლება რო შეიცვლება, მოდიო ანაკლიის პროექტი ჩამობარეთო. ეს აქ ნათქვამი საჯაროდ შეგიძლიათ მოიძიოთ ეს. მე არაფერი არ მინდაო თქვა.
ერთადერთი თუ რამე საქართველოში საქმეს პირობითად ვეწევიო, აი ანაკლის პროექტი ჩამაბარეთო და იმ ამბავს მივხედაო რა. აი, ესე უბრალოდ, აი, ნუ გაბრაზო, სააკაში ესე გაბრაზდა, თავის თავზე რო არ გაბრაზო. არ არის, sorry. ლევან, რამი დაკითხო. პატიმრობაშია, კაცი. გავიგე რომ არ მოგწონს, როგორ გახდი პოლიტიკაში? მე არ მაგ არა, როდის დაიწყე? 2012 წლის შემდეგ რაც ხელს მართალია რომ ვაშაძეს უღალატე და წახვედი ნაცებში? არა კაცო 2000 არა ეგ როგორ იყო რა? მე 2012 წლიდან ვარ ესე იგი ამ ხელისუფლების ოპოზიციაში და ნაციონალური მოძრაობის წევრი 2014 წელს მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი ვარკეთილში ნაციონალური მოძრაობიდან 2014 წელს და 5 ნომრი და ავიღე 34%. სხვათა შორის მხოლოდ 3% წავაგე მაშინ იმ კანდიდატთან. დედაქალაქში რომ ნახოთ ახლა ის რა მოიღოთ 25 მაჟორიტარი იყო. მეორე თუ მესამე შედეგი მქონდა ოპოზიციიდან, ნაციონალური მოძრაობიდან. ერთ-ერთი კარგი შედეგი მქონდა. ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა მონიტორინგის ცენტრი, მედიატორი და უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანებს ვიცავდი აი მაგალითად ბაღდადში 59 მახსოვს ახლა სოფლის წუნებული ერთი ბრძანებით გაათავისუფლეს და ის და ვანიკო პეტრიაშვილი ჩვენი იურისტი ძალიან კარგი ადამიანი თავიდანვე ნაციონალურ მოძრაობაში ყავი ან ვაშაძესთან არასდროს არ ყოფილა. გეტყვი. და ესე იგი ძალიან აქტიურად არასამთავრობო ორგანიზაციიდან მე რაღაც ამ ადამიანების უფლებებს ვიცავდი ძირითადად მათ შორის ბაღის პედაგოგების მაგალითად ბაღის დირექტორები რო გაათავისუფლეს 11 იმ ადამიანებს ვიცავდით მოვიგეთ ეს დავები მაშინ გეუბნები აი გიორგი ვაშაძეზე და გიორგი ვაშაძე ნაციონალისტ წესლა ხალატი რატო არა გეტყვი რა მოხდა კაცო გეტყვი 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ მე მოვიაზრებოდი პარტიის შიგნით გიორგი ვაშაძის გუნდის წევრად. ხო, მარჯვენა ხელი იყო გიორგი. ესე იძახა. გიორგი ვაშაძის გუნდის წევრად მოვიაზრებოდი 2016 წელს შიდა პარტიული რაღაცა არჩევნები იყო პოლიცსაბჭოში და ასე შემდეგ. მეორე მხარეს იყო, კიდევ უნდა ვთქვა, ბოკერია ჯერგოში. ანუ პარტიაში მაშინ მართლა ეგ დაპირისპირება. მაშინაც არ გიყვარდა? მაშინაც ეს დაპირისპირება გეტყვია. ხო, მაშინ მართლა ეგ დაპირისპირება იყო. მიდი მოყევი. მე ვაშაძე გავიდა და გააკეთა ცალკე პარტია. და შენ არ გაყევი? არა, გავყევი ვაშაძეს. გავყევი ვაშაძეს. აბა ჩერგულიშვილს ხوار დაჩევი. ხაბო ხო. Sorry, ხარ აბსოლუტურად ნახე რა კარგად. პირველად ყველაზე ლოგიკა დგა. მე ნახე შენ დაგიხალეო. ხო, ეხლა ამის შემდეგ მოხდა ის, ანუ მე მართლა მქონდა და ეთერებში დავდიოდი და ვამბობდი მაშინ რომ ჩერგო და ეს ხალხი აპირებს მიშას აახიონ პარტია. საჯაროდ ვამბობდი კაცო ამას და ის მეთქი აღარ არის მიშას პარტია თქო, გიგას პარტიაა თქო რა. და სხვათა შორის 27 კაცი ხო დაწერეს საპარლამენტო სიაში. მე რაღაცებს რომ ამბობდა, იმიტომ დაიმსახურა მიშას კეთილგანცდები. ნუ ესე გეტყვი ახლა მე იანვარში ამათმა 27 კაცი ხო დაწერეს სია. შევიდა ნაციონალური მოძრაობა 27 კაცი შეიყვანეს 2016 წელს პარლამენტში. უკვე გიგა მე შიდა პარტიული არჩევნები წააგო და იანვარში თქვენს რომ ჩვენ გავდივართ ნაციონალური მოძრაობიდან და 27 კაციდან 21 ადამიანი გაიყოლეს. კი, ანუ ის მაშინ ჩერგო ხო არ იყო აქტიურად ჩართული პოლიტიკაში. და ხო ჩემს გიყვევ, ჩემი ამბავია ეგ. როგორც კი ეს ხალხი გავიდა პარტიიდან, მე მაშინვე გიორგისთანაც მივედი და უთხრა რომ ჩვენი მიზეზი, რაც იყო ამ პარტიიდან პირობითად დისტანცირება, რომ რაღაცა მიშას პარტიას ახევდა ეს ხალხი და რაღაცა და ხო და ეს ხალხი წავიდა პარტიიდან. და დაბრუნდეთ. ამიტომ ხო, მოდი და არ დაბრუნდა ვაშაძე და შედაბრუნდი. მარტო ვაშაძეს კი არა, ჩვენი გუნდი, მე ახალგაზრდების ან ისეთი ფანტასტიკური კარგია მეგობრობ ზოგადად ნათესაობას. ჩერგო წავიდა ნაცები თავისუფალია. შევიკრიბე ჩვენ და უთხრა რომ მე ჩემთვის მეთქი ხა იქ ხა იდეოლოგიურად იმათ ნაციონალი ვარ სისხლით ხორცამდე თქო და რამე და სხვა პარტიაში მივიღე ის ხალხი არ არის. რა კაი ამოსაჭრელი ფრაზა თქვა. ისე რო იცოდე ვარ სისხლით. არა მე მაგას გეტყვი. ერთხელ თქვი რომ დნმ მაქვს ნაციონალური მოძრაობა. ისე რო იცოდე მაგ დროზე აცადე ბიჭო. რა კიდე კაი რაღაცებს ლაპარაკობ საჰედლაინეს და მაცადე. დნმ მაქვს ნაციონალური მოძრაობის თქო და მე ატყდა რომ აი და დნმ და ეწერათ რა და მართლა ნაციონალური მოძრაობა მე მიმაჩნია ყველაზე ან მოძრაობა თვითონ ეს იდეოლოგია რაღაცა ყველაზე ქართული დასავლური ორიენტაციის და სხვათა შორის ნაცებს შორის ყველაზე დიდი ნაცი ხარ. მართლა გეუბნები კი ჩემნაირი ნაციონალი ბევრი არ მეგულება არც პარტიაში და არც იმის იქით. მართლა გეუბნები იდეოლოგიურად დაკოჟრილი ხელები წესიერი ადამიანები რო არიან რეგიონებში და ასეთ ათასობით შეხვედრი ვარ ხო? აი ეს ადამიანები არიან ძალიან
კანონმორჩილები, თავის ქვეყნის პატრიოტები, ესენი არიან ნაციონალები. ესენი მიმაჩნევენ ნაციონალები და მე ვთვლი, რომ აი ზუსტად ამათნაირი ისაა, ამათ პარტიაში. აი კომენტარებში გინების სტრუქტურასაც კი ვხედავ უკვე. კოცების გინების სტრუქტურას ვხედავ, მაგდა ქოცირო. რო იცოდე შენ არ ვიცი რამდენად გაგებული გაქვს, მაგრამ სუსმა დაავერბოკაო ზუსტად ამ მომენტზე იძახდნენ შენზე რო იცოდე. რაო. აი როცა დავაშაძე და რო დაბრუნდა, მაგი გაკ გაბაზრებული რო იცოდე. არა კაცო. დაავერბოკა და შეუშვა ნაციონალებშიო. ნაციონალები. ხო, ნუ აი ეგ იყო რა მთელი ისტორია. ის არ უსტიათ შენ დავერბოკება. აი გვარემ ამბობს რომ 10 მილიონს დავაზობდენო. შენ შენ საფერა შენ ნაკლებ შემოვიდა. 40000-ის 40 კვადრატული კაი, მე ბოლო კითხვას დავსვავ ჩვენი მაყურებლების და ამით დავასრულოთ რას შეცვლილი პარტიაში ძველი ბირთვი რომ არ იყოს წასული და რატომ წავიდა ყველა ვინც იყო ძირითადი ბირთვი ვინ არის სააკაშვილთან ამბის მიმტანი ვინ იყო ძირითადი ბირთვი ადეიშვილი ვერაშვილი არ ვიცი ხო მე რატომ მეკითხე ალბათ შეიძლება ნიკა გვარამიას მელიას ყველა მერაბიშვილს და ალბათ ყველას რა ვინც წავიდნენ პარტიიდან არ ვიცი ანუ მაგას კითხულობს რომ რა შეცვლიდიო ხო არ ვიცი შენ ხო და მე ნახე მე დამოკიდებულება აქვს მართლა და იწერანაც იმიტომ თქვი პრაიმერის მეტ პარტიებში ზოგადად უნდა იყოს ესე რა ანუ 21 საუკუნეა და აღარ შეიძლება რაღაცა კაბინეტში რამდენიმე ადამიანი შეიგრებოს და რაღაცა კონკრეტული გაწყვეტილება მიიღოს მათ შორის სიებთან დაკავშირებით მე ძალიან დიდი გამჭვირვალობის და ღიობის მომხრე ვარ ზოგადად რასაც შევცვლი და რისთვისაც ვიღწვი მათ შორის ჩემს პარტიაში რაც იქნება მომავალში და ზოგადადაც ეხლა ბიზნესა რო არ იქნება და შემდეგ ჩემი აზრით გამჭვირვალობას ალტერნატივა არა აქვს კაცო აღარ არის ის დრო მივხვდი რომ ეხლა აგებს ხედავთ პოდკასტში ამას ეხლა მთელი საქართველოს ვიღაცა ჭერის ამას ამოიხებს იმას ამოიხებს. ისე რუსული რეჟიმი რო ყავ. ძალიან დღეს შეუძლებელია ისე მართო როგორც 90-იანებში იმართებოდა პოლიტიკური პარტიები და მე მაგალითად როგორც 2000-იანებში ვაშისის აი 2015 წელსაც რო იმართებოდა. მოდი დავსვათ ეგ შეკითხვა. დღეს რა არის, დღეს რა არის? მე თუ პარტიაში პირობითად ანუ ხალხს ჩემ ამორჩეველს არაფერს არ ვეკითხები და ესე მივიღე გაწყვეტილებას ადამიანებს აქ ახმა რომ ეს არ მომისმეს არც ხელისუფლებაში. ამიტომ თავარი დემოკრატიული პროცესი უნდა დაიწყოს შენი პოლიტიკური მოღვაწეობის ოპოზიციაში რო ხარ. ხო მაშინ არ უნდა იყოს გახსნილ და გამჭვირვალე. მე მაგალითად არასდროს არც ერთი არჩევნების არ შემეშინდება პარტიაში და ახალგაზრდებს ჩვენს ძალიან ბევრი ახალგაზრდა სხვათა შორის ირაკლი პავლენიშვილი, ლაშა ბარულავა, ვასო ურუშაძე, ლაშა ტყეშელაძე, იგორ ნარმანია, ცოტნე აბესაძე, გიგი გიგიტე, ბევრი არიან ესეთები რა ვინც ჩემ პირობითად მე რო პარტიის თავმჯდომარე გავხდი ეს ადამიანები უფრო აქტიურად არიან მათ შორის ეთერებში რა და მათ შორის საჯაროდ რატო იცი ღიაობა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი და დემოკრატია თუ არ არის პარტიაში მაგას ვეძახი როგორ უნდა მართოს რა მნიშვნელობაა კონკრეტულ სახელმწიფოებს ვინ ჩამოთვალე კაცო არა სახელმწიფო არ ჩამოუწია ისე თქვა ერთადერთი გამოსავალი სახელი და გვარები კი არა არის შიდა დემოკრატია ვისაც უნდა იმ შიდა დემოკრატიაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ოღონდ მარცხი არ უნდა აღიქმებოდეს გაქცევის შესაძლებლობად მიხვდი არა მათ შორის გეტყვი მაგასთან დაკავშირებადაც მაგ ჩემი შეხედულება მიშა არის როგორი ადამიანიც ყოველთვის უნდა რომ რაღაცა თანამედროვე იმებს აუბას უნდა ნახე მე მესმის რომ თქვენ შეიძლება გაქვთ თქვენი წარმოდგენა მიშ არის ეგეთი ადამიანი რომელსაც უნდა მეცაც გეტყვი შეიძლება კონკრეტულ ადამიანები ვარ ჩვენ და გვინდა რომ რაღაცაზე ხელი მიგვიწვდებოდეს მიშა განსხვავებულას სუდათ არის ჩვენ შევცო მე არაზოს არ მიგვძვნია რომ განსხვავებულა შენ იმიტომ განსხვავებულას ვერ გავუბედო არ არის ეხლა თქმილია ეგ შენ ვამბობ რომ რაღაცაზე მარტო რაში ასტენინა შეიძლება მიშას აზრი რაში ასტენინა ერთი რამე მითხარი ფუნდამენტურ რამეზეაც და ჩვენი აზრი როცა მე ვთქვი რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო პარტიაში და გამოვიდა ქალბატონი გიული მიშასგან და თქვა რომ რა დროს არჩევნებია რა სისულელია ხალხო როგორია დაპირო რა დროს არჩევნებია თქვა ანუ მიშა არ იყო მომხრე მაშინ და მაინც ჩატარდა არჩევნები ერთი ხაბეიშვილმა გაიტანა მიშასთან თავისი და მეორე დიმიტრი ხუნდაძემ და დაჩიბერაიან ბიძინაში არა შენ არასერიოზულად უყურებ ამას ხაბეიშვილმა კი არ გაიტანა ეს გადაწყვეტილება რო იყო გუნდის ის დაყვა ამ გადაწყვეტილებას რომელიც ადამიანების უმრავლესობას ჰქონდა კაცო რა იყო რა პრობლემა მეორესაც გეტყვი ეს ხო მე ნიკამას თვითონ გადაწყვეტა არჩევნებს ჩანიშნავდა თუ არ ჩანიშნავდა არ გიჯა რომ გაგვიწიო ისა რა გონიათ იცი ეხა არა გონია რომ ბიშა არის სულ ყველა გონიათ აი ერთ არაპოლიტიკურ კითხვას დაგისმევ ლევან აი არა ძალიან სწორი აზე ხარ როგორ გონია რომ რაღაცა იცი რა არ გონია კარგი ეხა არა მომისმინე რა ყველა შენც რო გინდოდეს რაღაცა ეხა შენ პოდკასტში რა ძმაო რა ვიცი რაღაცებს ხო გინდა ეს არ მინდა ეს კადრი ეს მინდა პირობითად გეუბნები მე და ეს აგერ პირდაპირ ეთერში ვჩხუბობ ხო მე რა და შენ რა გონია კაცო ისი იმ ადამიანსაც შეიძლება უნდოდეს რაღაცის კეთება ხან ისია ხან არა ხან ვიღაცამ შეიძლება უთხროს ხო კაი მიშა ეგრეა ხან ვიღაცამ შეიძლება უთხროს არა რა არის ამაში არანორმალური რატო გონია რომ შეუძლებელია აგერ გეუბნები არჩევნებზე კაცმა თქვა რომ რა დროს არჩევნებია მე ნახავს რაღაცა საზოგადოებრივი განწყობა ჩვენი პარტიის შიგნით რომ უფრო უმრავლესობას არჩევნები უნდა და
გინდა ჩაატარე რა. მაინც რა ბიჭო რა არის ამაში მივიღებდი. რა ხო არაფერი კაცი. გადივარდი კაიბოლოს ხელისუფლებაში ყოფნის და ზოაყალბებდი და შიდა არჩევნებს ვერ გავაყალბებო. კარგი. ლეო რა პოლიტიკურ კითხვას მაინც ანტინაციონალურ რაღაცა. კოცები ვარ. ისე კი ვასხავთ წყალს რაღაცეებში. მეტია აი ეგ არის წეგარ არა ბიჭო წამოძახილები გაქვთ ხოლმე რაღაცა ისეთი და მე პასუხსაც არ მაბრუნებდი რაღაცას მაგით არ მოდის ზოგი ხო ლეო რა პოლიტიკური კითხვა მინდა ბოლოს დაგისვა ანუ აი ამ პოლიტიკური ლიტერატურის გარდა ბოლოს რა წაიკითხე და ვინ არის შენი საყვარელი მწერალი იცი რა არის ჩვენ და სამწუხაროდ ამ იმაში რა ქვია ამ რეალობაში მაინც და მაინც რო გითხრა რომ კითხვისთვის ძალიან მეთქი მოგატყუებ და ჩემ და სამწუხაროდ უკანასკნელი 4 წელია მე ფაქტობრივად არაფერი არ წამიკითხავს ზირთადად ვეცნობი ხოლმე პოლიტიკურ ლიტერატურას და ეხა ისეთ რაღაცებს ვკითხულობ რომ ეს რომ მოუყვა შეიძლება ბიზნესში ხვალე სასამართლო საქმე აღზრდა შენზე ამიტომ მაინც და მაინც არ მინდა ფეხი-ფეხზე გადადებოდა ჰიტლერის მაინ კამპსი კითხავს ისედაც დამხობაზე იმდენი იქ მარეთ დღევანდელი ჰაილაითებისთვის დამხობა ჩემი აზრით. დამხობა კი არა ჩერგვარი თავი ჰაილაითი და მაინც. კაი, ახლა ისეც გადაკიდებულია და. კაი, ეგ არის პრინციპში. ხო, ჩვენს მაყურებელს პოდკასტშიც უნდა თქვენ ისე ჟურნალისტები ხარ და პოდკასტებში არ დადიხარ? მოგვიწვია, გინდა? ერთხელ მეც უნდა გაგატარო. მოდი, დიდი სიამოვნებით მედია გარემოზეც ვისაუბროთ. მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენს მაყურებელს, რომ სადაც ეს გადაცემა შეგხვდებათ, ის საკომუნიკაციო არხის დააფოლოვოთ და ასევე TikTok-ზეც, YouTube-ზეც, Facebook-ზეც, მოგეთ, სადაც არ უნდა შეგხვდეთ ჩვენი არხები, დააფოლოვეთ, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი საინტერესო სტუმრები და რა თქმა უნდა, ყველაზე კრიტიკული კითხვები. ისე ბოლოს როდის ყოფილ ხარ ესეთ კრიტიკული კითხვები რო დაუსვათ ეგეთ გადაცემაში. იქ იმათ არხებზე შენ არ მიგიწვევენ და. არა, შენ ძალიან ცდები მაგაში. არ ვარ კრიტიკულები? არა, ამაზე კარგი ეხარა. მე რაც შიდა არჩევნების დროს გამიკეთეს პირდაპირ გეუბნები, მათ შორის ოპოზიციურ არხებზე, ეგეთი რა ბიზნესს ვერ გაუკეთებიათ. გადაო დილასაღამოს ხაბეიშვილით იწყებოდა და ხაბეიშვილით ამთავრებდნენ. ხაბეიშვილმა მეგობრობიდან ვიღაც წაშალო, ხალხი ნიუს აკეთებდა 4 წუთიანს. ნუ რა სიძახი შენ? არა, მე ინტერვიუზე გეუბნები. გინდა ინტერვიუ, კაი რა. ბიჭო არ არის, კიდე მაინც სოფტები ყოფილი ვართ, რაღაც გულანძღავენ. არა, მე ძალიან დამევასა თქვენ და შენ მეორადაც მოვალ. იმიტომ შენ ხომ აი ძირდად მიცავდი რა. ეგ გვარები ახლა მიყვარდა, ახლა ხაბეიშვილი მიყვარს და ეგ არა, მე ამას გაფრთხილებული მყავს, რომ თვითმმართველობის არჩევნების საკითხებში სულ შეიძლება. არა, ვიდაო, თუ არ ვიდაოეთ, დავაშიბოდი შეშმარიტი. თქვენ რო იცოდეთ, თქვენ მე მგონი რომ ისედაც ჩემს გარშეც იცით, რამდენი მეტი გადაცემას ჰეითერი ყავს რა და პირობითად ეს ტროლბოტობა აქტიურობს, ესე იგი რაღაცა კარგი იყო, თორე ეხა მან რომ მაგინებელი არ გეყოლა, ქოცი ტროლი რომ თავს არ შეიწუხებს და მაგალითად ჩარვა რამიშვილი არ ჩაუგდებს რომ აბა ბიჭებო შეესიე. ესე იგი რაღაცას კარგად ვერ აკეთებ. რაღაცა არ ვარგოდა რა და ეხა სადაც მეტი ისაა რა ქვია მაგინებელი ტროლბოტი მორბის ზნადჩატ მაგათ ენაზე რო ვთქვა, აი ის რაღაცა იქიტრიალეთ რა. დიდი მადლობა ჩვენს მსმენელებს, ჩვენთან ერთად დარჩენისთვის და ყურებისთვის, მადლობა ლევანს და რავი, მე მგონი მნიშვნელოვანი პასუხებია, ადვილი კითხვები და ადვილი პასუხები არ ყოფილა და მგონი საინტერესო გამოვიდა. მომავალ შეხვედრამდე.